გამარჯობა, ეს არის მეცნიერება ყველასათვის პირველი სამეცნიერო გასართობი პოდკასტი ქართულ ენაზე. და დღეს ცხელი, გავარვარებული და გამდნარი თბილისიდან გერთვებით ჯუკა და ცივი მიდი წვიმიანი და მოღრუბლული ვარშავიდან გერთდებით ლუი. ფონად გესმით ჩემი პატარა ნიმბოსტანის ხმა, ნიმბუსი, ეს არის ჩემი პატარა ლეკვი, ნუ ჯერ ლეკვი არა, იმიტომ ერთი წლის არ არის. დავარქვი, მუთაკა ვერ დავარქვი, ვერ შევკადრე. დავარქვი ნიმბუს, რაც ლათინურად ნიშნავს ღრუბელს, მაგრამ რა თქმა უნდა, როცა ეძახი როგორც ნიმბოს და როცა იქცევა როგორც შტერი, მაშინ ვეძახი ნიმბოსტანს. რადგანაც ქუჩაში როგორც ეს იქცევა როგორც შტერი, ამიტომ ჩემი ყველაზე საყვარელი შეძახილია ქუჩაში შვილო ნიმბოსტან რას შვები და მე ვუყურებ გაფართოებულ თვალებს ყველას ვინც ჩამიარა და თან მიყვარს ისე რომ აი როგორც რო ჩაუვლი და უკვე რო არ ერიდებათ ემოცია გამოხატონ, იმიტომ რომ ვითომ ვერ ხედავ. არა, ნუ უკვე იმას personal space რო გასცენ 2.5 მეტრს იქიდან უკვე შეუძლია. აი იქ ამბობ ხოლმე ნიმბოსტან შვილო დაბრუნდი რა შვებ. ხო, მოკლედ ეს ნიმბოსტანს რაც შეეხება პოდკასტს, გვაქვს ბევრი თემა დაგროვილი, გვაქვს ორი პოდკასტი, რომელიც SoundCloud-ზე არ დავდეთ, დამავიწყდა, მაპატიეთ. თემლენებს გავაკეთებ და ეგრევე გავუშვებ. გვაქვს 4, რომელიც არ დავარედაქტირეთ და მათ შორის საიუბილეო მე-100. და გვაქვს რაღაც თემები, რომლებიც გვინდა დავფაროთ და რაც მთავარია, ვიცით როგორ გამოვასწოროთ ის, რომ ფილმების გარჩევა ქონდა ცოტა ისეთი, რომ მე ლუის რაღაცას ვეტყვი, ლუი და მეთანხმება და ჩვენ ვიტყვით ხო. და ლუი რაღაცას მეტყვის, მე დავეთანხმები და მაგრამ სვენლისთვის ეგ არის გაუგებარი. რაში დავეთანხმე, რა ვუთხარი, რატომ? ამიტომ ვეცდებით თუ გარჩევა იქნება, აუცილებლად გავარჩიოთ ისე რომ სცენარისტის გასაგები იყოს, მაგალითად, პირველი რაც მინდა ვთქვა, არსებობს ეგეთი ანიმე, რომლიდანაც არ მეგონა, რომ რაღაცა სამეცნიერო ფასეულ ინფორმაციას წამოვიღებ, ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ წამოვიღე და გამიკვირდა კიდევაც რამდენად მოულოდნელი რამ გავიგე, მაგალითად ის რომ მთვარის ფორმა რო ჩანს დედამიწიდან, ეგ ხო ვიცოდი. მაგრამ ვენერა რო შეიძლება თურმე დალანდო, რომ ვენერას გვალი ფორმა კი არ აქვს, აი ისეთი ვერ კალს იკეთებს როგორცაც მთვარე, ეგ ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ნამგალი აქვს ვენერასაც და თურმე რაღაც პროცენტს ადამიანების, რომელსაც განსაკუთრებით კარგი მხედველობა აქვთ, მაშინ როცა ვენერა ახლოს არის დედამიწასთან და მაშინ როცა ზე საჭირო კუთხით ურტყავს, აი ამ ადამიანებს შეძლებიათ დაინახონ ვენერის ეს ფაზა. დიახ. მაგალითად მე თინეიჯერობაში შემოარწივო. ხო, ანუ მე ვცხოვრობდი, ის არის რაღაც სიმაღლეზეა, დედოფლის წყარო არის რაღაც სიმაღლეზე იქიდან და იქ არის ძალიან სუფთა ჰაერია ხო. მე მგონი 800 მეტრზეა თუ მეძეა. 800-ზე არ არის, მაგრამ არის ცოტა, ანუ ზეგნის ზემოთ არის ეს დამაღლებაზე, ანუ შენ მაღალ წერტილზე ხარ, მტვერი ყველაფერი ქვემოთ არის. 800 მეტრზეა ზუსტად დედოფლის წყარო. ო, კაი, მართლა. უყურე შენ ერევანივით, მე მგონი დაახლოებით. მაღალ მთიანია. კი. ხო. არა, აქედან რო წავიდე, აი ახლა საუძი ვარ, ეს არის მაზოვეცკის სავოევოდოს ცენტრი. უახლოესი მთა, რომელიც 800 მეტრიანია არის ალბათ 2000 რაღაცა კარპატებში არა, მაგრამ შორს არის აქ. მთელი ეს ზეგანი იქნება 200 მეტრი ალბათ მაქსიმუმ. ხო და მოკლედ ძალიან კაი პირობები იყო ხოლმე ასტრონომიული უბრალოდ რო უყურო და ეს ჩანდა ეს ირმის ნახტომი აი პირდაპირ ხაზივით და ეს ვიღაცა ერთხელ იყო სტუმრად და იკითხეს რა არის. თქვენ ცაზე სხვა ობიექტები რა. ანუ ის ხო რაღაც ძალიან კის და ჩანდა, ანუ ვენერა დისკი არ ჩანს, ანუ ეგ ტყუილია. ანუ მე შეიძლება არა მაქვს. ხედავ, მაგრამ ბევრი ხედავ და არასიმეტრიული ისა აქვს რა სილუეტი, ანუ როცა ნახევარ რკალია,
როცა უყურებ ვარსკვლავი ხო ესეთი ხდება ჯვარი, ვითომ თვალებს მოჭუტავ და ესე ხდება იმასავით ჯვარით და ეს ხდება ესეთი ფორმა აქვს რა. ერო არის ვიკინგური ერო და და მაგით ის ანუ მაგ ხრივ ძალიან სხვანაირად გამოიყურება ეგ ისა იუპიტერიც სხვანაირად გამოიყურება. იუპიტერი დიდი რო არის და რაღაც კვადრატულია და რაღაც ესეთი რაღაცნაირია. და ეგ სხვა ფორმა აქვს ჩანს, მაგრამ აი დისკი უნდა იცოდე რო პლანეტაა. და მე მიხვდები ისე, მაგრამ ისე ხო არ ვიცი, აი ნუ აქ ყოველ შემთხვევაში რაღაც ისე ძალიან დრამატულად იყო გაკეთებული. ქვია ანიმეს orb ესე. მე ორი წერტილი, ანუ ჩამონათვალი და on the movement of the earth. ეგეთი სათაური აქვს, არის 25 სერია თუ რაღაც ეგეთი 24 მგონი სტანდარტულია მაგათთვის და არის კოპერნიკამდე აი ამ კოსმოლოგიურ კვლევებზე ოღონდ რა თქმა უნდა გამოგონილი პერსონაჟები არიან და ყველაზე საინტერესო რაც აღმოჩნდა ჩემთვის აქ რომ გონია რომ პერსონაჟებზეა, მაგრამ არა, იმიტომ რომ პერსონაჟები იცვლება და თითქოს მართლა იმაზე გიყვებიან ამ ისტორიას როგორ აღმოაჩინეს ის რომ დედამიწა სინამდვილეში არ არის სამყაროს ცენტრში. მართალია იქ ახლა ცოტა აქცენტებია ისე დასმული რომ მე მგონია რომ მაინც ავტორის ფანტაზია უფრო არის იმ არგუმენტაციაში, ფილოსოფიურში, მაგრამ გარკვეულ საკითხებს საკმაოდ კარგად უღრმავდება და დაგაფიქრებს. და რაც თავარია, ეგეთი ფაქტი გავიგე, რომელიც არ მეგონა საერთოდ. ჯერ დავცინე, მერე მაინც მეთქი, აბა მოდი გადავამოწმებ და რო გადავამოწმე, მერე შემცვა, რომ არ ვიცოდი ის, რომ პირდაპირ წერია, რომ მე მგონი 10%-ში თუ 15%-ში რაღაც ეგეთი თუ 20% იყო, აი რაღაც ეგეთი პროცენტებია. რომ ადამიანს შეუძლია მოკლედ შეამჩნიოს აი ეს რკალი ვენერის განსაკუთრებულად კარგ პირობებში. ხა რამდენად კარგი პირობები იყო იმ დროინდელ პოლონეთში არ ვიცი. ნახო. ტელესკოპები ხო ბრაგი არის ხო მაგ დროს უკვე რავი. ისინი კუთხეებს ზომავდნენ ხო მაინც და მაინც. არა, ბრაგემდე არის ეს ყოველ შემთხვევაში ის რაც არის გაკეთებული, ტიხო ბრაგემდეა. ტელესკოპები ალბათ პირველი ევროპული ტელესკოპი მაინც ითვლება რომ გალილეო გალილეის არის გაკეთებული ეს მიკროსკოპის, ტელესკოპის და ეს ოპტიკაზე დაკვირვებები. მე ვიტყოდი რომ იმაზე მეტი ფილოსოფიური პრობლემა დევს ჰელიოცენტრულ მოდელში, ვიდრე ადამიანებს გონიათ. და ერთი გადაცემა ქონდა მე მგონი ჯორდანო ბრუნოზე მიძღვნილი ის რომ დედამიწა მგვალია არ არის პრობლემა, ის რომ დედამიწა არ არის სამყაროს ცენტრში, ეს არ იქნებოდა თითქოს პრობლემა, მაგრამ მერე გიდგება პრობლემა, რატომ არის მაშინ მზე სამყაროს ცენტრში და რატომ არ წერია ამაზე კონკრეტულად აი ესე ბიბლიაში. სტრუქტურულად, იმიტომ რომ ბიბლია როგორც არის აგებული, სამყარო თითქოს აგებულია ადამიანისთვის. და შენ საბოლოო ჯამში ეჯახები ამას. პლუს გარდა ამისა ეჯახები იმას, რომ დედამიწაზე ნამდვილად ციურ სფეროებზე არის, ნუ კონცეფცია რო წარმოვიდგინოთ, დედამიწაა ზემოდან გარშემო მოტყმულია ციური სფეროები, მაგაზე არის ვარსკვლავები, თქვათ მზე, მთვარე, ამებზე არაფერი არის, ინტუიცია არა გაქვს იმაზე ეს რთული საბრუნებელი ობიექტია არა, იქნებ ოკეანესავით შეგიძლია წარმოიდგინო, როგორც თითქოს თავისთავად მოძრაობს. ხო. კი. მაგრამ მე იმას თქვა მინდოდა, რომ ოკეანეს რო დააკვირდა, ოკეანე მოძრაობს და თითქოს არ ჭირდება მაგისთვის რაღაც სერიოზული ფიქრი. თავისთავად მოძრაობს, ხო? დედამიწაზე რო გითხრას, რომ ვიღაცამ რო იცი რა, სადაც დაკრიდა მზის გარშემო წრეებს არ ტყავ, მაგაზე დაფიქრება გჭირდება, რატომ? და პრობლემა იმაშია, რომ იმ დროისთვის არსებობს მარტო არისტოტელესა მეტაფიზიკა. არისტოტელეს მეტაფიზიკაში ძალა არის აუცილებელი პირობა მოძრაობისთვის. არისტოტელეს მეტაფიზიკაში ითვლება, რომ ინერცია არ არსებობს. ანუ წარმოიდგინოთ, ამიტომ ჯერ გონიათ, რომ რაღაცა
უნდა აწვებოდეს დედამიწას რომ იმოძრაოს ხო და ეს რა აწვება აი ზუსტად ეგ ხო პრობლემა და ზუსტად ეს არის და ესე იგი ღმერთი უნდა ერეოდეს სულ ამ მეტაფიზიკაში გამიგე ო ანუ ატლასივით ხო და წარმართობაშიც კი შეიძლება გადადის ეს თეორია უკვე და არა წარმართობაში არა მაგრამ ეგ ოკეი იქნებოდა თუ რაღაცნაირად გამართლებას ნახავდი ბიბლიაში რამე ტექსტში მაინც რომ დედამიწა უნდა აბრუნოს ღმერთმა იმედიაში მაგრამ ყველა ტექსტში მზე ადის ჩადის გამიგე და ეს იწვევს პრობლემას რომ ესე იგი რა უფალი აქტიურად ამოძრავებს დედამიწას პირიქით ანუ შენ მაგას ეწინააღმდეგები რომ და ეს ერთი და მეორე ვთქვათ მე გალილეო გალილეისაც რის გამოც აქვს პრობლემები მაგის გამო რომ ის ამბობს ინერცია და ინერცია გეუბნება რომ სხეული შეიძლება მოძრაობდეს უბრალოდ იმიტომ რომ ვიღაცამ დასაწყისში ამოძრავა უფალმა რომცა ამოძრავოს დასაწყისში ყველაფერი ეგ უნდა მე რაღაცნაირად ცოტა ესეთი აზრობრივი აერობიკა გააკეთო რომ ახსნა რომ აი მე კიდე თქვა რომ აღარ ჩაერევა ამოძრავა მაგრამ მე მიუშვა და რას ნიშნავს მიუშვა ბიჭო არა ღმერთი ყველაფერში ერევა აქტიურად ყველაფერი იცის და ყველაფერს აკეთებს ანუ ყველაფერი მისი განგებით ხდება ამიტომ ძალიან ბევრი მოკლედ ეს კონცეფცია პრობლემაში კონფლიქტში შედის უშუალოდ ტექსტში რომელიცაც ბიბლიაში აღიწერება კოსმოსი, სამყარო, ადამიანი და ასე შემდეგ. ამიტომ დიდი წინააღმდეგობა იყო და მაგაზე დაფიქრების კარგი იმპულსი არის ეს ანიმე. შეიძლება ვიღაცას არ მოეწონოს, შეიძლება მოეწონოს, მაგრამ ნუ აი მართლა ხვდები რომ კი შეიძლება ეგ იყოს, ოღონდ იქ ახლა სხვანაირი мотиваცია არის. მე ამას ცოტა სხვანაირად ვუყურებ და აი არ ვიცი ისე პრობლემა იმაშია რომ შეიძლება უბრალოდ ფაქტობრივად არ ვიცი და მართლა ეხლა მგონია სისულელე და ის мотиваცია რაც იმ ანიმეში არის აღწერილი შეიძლება ძალიანაც რეალისტურია და შეიძლება პირიქით რა ვიცი მაგრამ დაფიქრებად ღირს დაფიქრებად და შეიძლება შესწავლოთ რაც თავარია გალილეოს წიგნი თურმე უბრალოდ ისე დევს შეგიძლიათ ყველამ ნახოთ მაგის PDF-ი ორი მეცნიერების ნუ ძველები project Gutenberg რო არის არა მე მგონი კიდე უფრო ადვილად ხო ადვილად ხალმისაწვდომია მოკლედ ეს ისტორია იმას გავს ეს საბჭოთა გენეტიკოსები რო დაახრეტინა სტალინმა და იმებმა ვიღაცებმა ანუ ეს მანამდე მოხდა სანამ ეს დნმ-ის სტრუქტურას აღმოაჩენდნენ და ეს გენეტიკა რო ჩაწერილია ამ მოლეკულებში ამ მექანიზმს აღმოაჩენდნენ და მანამდე არსებობდა გენეტიკა უბრალოდ ამ მექანიზმს ვერ ხსნიდნენ ხო და ის ოპერირებდნენ რაღაცა რო ეს გენეტიკური რაღაც ინფორმაციის გადაცემა მაგრამ აი ეს გადაცემის მექანიზმი არ იყო მატერიალურად ახსნილი და მაგან მისცა საშუალება იმ საბჭოთა ხელისუფლებას რომ მთელი ამ დარგისთვის მიეკროთ რომ ეს არის ეს ცრუმეცნიერება ხო რომ ის მისტიკა შემოყავს იმაში და რაღაც არამატერიალური იმებით იმეებშრება. მე რატომაც მახსოვს და იმიტომ რომ 50-იანებში გააკეთეს ეს სტრუქტურული ანალიზი იმ დნმ-ის. ორი მანამდე ხო. მე სტალინის დროს არ მახსოვს ეგ, მაგრამ მახსოვს აი თითქოს აი მახსოვს იმის რა ქვია, ხრუშჩოვის ფრაზა გენეტიკა პრადაჟная девка კაპიტალიზმა. ანუ გენეტიკა საბუთი ძირთადი ის იყო რომ სხვა ქვეყნები მუშაობენ ამაზე გენეტიკაზე მუშაობენ და ჩვენ რატო არ უნდა ვიმუშაოთ ეგ ჩვენ დღეს ოკეი ლოგიკაა და იმ დროს არ ვიცი რა საწვებოდნენ ჩვენ ხო ანუ რატომღაც ჩაითვალა რომ აი ეს გენეტიკა არ ვიცი რა არ მოეწონა კონკრეტულად იმას მაგრამ სიტყვასიტყვით რო თარგმნოთ რა თქვა გენეტიკა არის კაპიტალიზმის გაყიდული რავი მეძავი ანუ ხო რაღაც ეგეთ ხო გაყიდული ქალი უბრალოდ ხო девка ალბათ უფრო ხო კაპიტალიზმის გაყიდული გოგო იმიტომ რომ გენეტიკა აზემთავდება და ეს აგრევე გენდერით მიაკრა ხო კიდე ერთი ანიმე რომელიც მინდა გირჩიოთ ან ნახოთ ძალიან უცნაური ლოგიკის გამო მომეწონა აი არის ეგეთი Scavengers Reign ანუ სხვა პლანეტაზე რაღაცნაირად სხვა პლანეტაზე მოუწევთ დაჯდომა ჯგუფს კოსმონავტების ეს შეიძლება ყოფილიყო ესეთივე ცუდი
ფილმი როგორიც არის თქვა პრომეთეუსი და მაგის შემდეგ რაც მოდის. უბრალოდ პრომეთეუსის შემდეგ რა იყო იქ? ისა, რა ქვია. არ აი კოლონია მას რო ხო, ისა ფასბენდერი რო თამაშობს და ფასბენდერს რო აფლირტავება. ორნი რო არიან, ხო. კი, ორი ფასბენდერი ერთმანეთს რო ჰომოსექსუალურ კონტექსტებს გარიცვლება თუ ერთი და იგივეა ეს რაღაც. ორივე რობოტია ჯერ ერთი რა ჰომოსექსუალური, მაგრამ საიბერსექსუალიზმს აფქვევენ მოკეთ მან. და ეს Scavengers რა ქვია ფილმს, კაცო? Alien რა? Covenant, Alien Covenant, ხო. მაგრამ Scavengers Range-ში საოცრად კარგად არის გაკეთებული სამყარო, რომელშიც აი ეტყობა რომ იმდენად მეცნიერების და ვთქვათ science fiction-ის მოყვარული არისო, მაგრამ არტისტი არის, რომელსაც აქვს ხედვა და აი საოცრად ჩახლართული ეკოლოგიური სისტემები არის იქ დახატული, ანუ იმისთვის რომ გადარჩნენ ეს ადამიანები უყურებენ რაღაცას და აი თქვათ ერთ-ერთი ეპიზოდია რაღაც ცხოველს იჭერს არბის სადღაც ხეზე და მერე იქ გარდა იქნება რეფლექტორად რომელიც აგროვებს მზეს და მერე გამოჩეკავს კვერცხს და რაღაცა იმდენად გიჟური რაღაცები ხდება, მაგრამ იმდენად ლამაზად აქვს შეკრული აი ამ გიჟურ კონცეფციაში ნახევრად ბიოლოგიური ტრანსფორმაციები, მავთულები, რომლებსაც ზდიან ხეებში, ან რაღაც მიკროორგანიზმები, რომლებიც შევა რობოტის პლატაში და ცოტა ნელა აგიჟებს ამ რობოტს და ეს რობოტი თითქოს ცოტა დამოუკიდებელი ხდება და უვლის ამ პლანეტას. რაღაცა ფიუჟენი არის ეგეთი იდეების, როგორც იყო ვთქვათ, Hell Planet კი არა, რა ერქვა მაგას, გარი არისონის კი. ისა რა ქვია? არჩევებელი პლანეტა რო იყო ქართულ თარგმანში, რუსულ თარგმანში. კი. რაც სიკვდილის პლანეტად რა, Death Planet. Hell World to Death World, ხო, რაღაცა. ახლა გეტყვი ახლა. აი ვიბაზრობ. Death World მე მგონი მაგას ქვია. Death World. ხო. ანუ იქ ორმაგი გრავიტაცია რო იყო და ორმაგი გრავიტაცია და კონანების პლანეტა ყველა კონსინე. მაგის გაგრძელებები მაქვს საკითხული და არ ვარ გამემგონი ხო ეგენი უკვე. ანუ ისინი იმ პლანეტიდან მიდიან, მერე სხვაგან და ერთად მოგზაურობენ სხვადასხვა იმაში და უფრო არიან ხოლმე იმაში ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ პლანეტებში და იქ აი ეს კონან რაღაც ის არის, ანუ ეს თავარი ჯეისონი რო არის, ეს თავარი პერსონაჟი ის ცდილობს ასწავლოს, რა თქმა უნდა, იმ ბარბაროსებს, რომ გააკეთონ ეს ორთქლის მანქანები და რაღაცები და ეს ვინც ორიგინალი ისინი არიან ამ პირ პლანეტიდან, ისინი რა თქმა უნდა არ ყველა მოხოცოთ. და ის არ არის ესეთი კაი, რაც წიწინა კაი იყო ეს პირველი. კი, ნუ იქ იდეა ეს რატომ მოვიყვანე, იქ იდეა იყო რომ რაღაც პლანეტა ერთიანად აზროვნებს თითქოს. და აქაც რაღაც ყველა ჯულის უცნაური პარაზიტები რაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რაღაცა ეკოლოგიური სისტემები, ციკლები, რაღაც ცხოველები, რომელსაც ვთქვათ, ანუ აი ძალიან კარგად არის ეს სამყარო აღწერილი. თუ დაგაინტერესებს, აი არ მოიწყენთ არც ერთ სერიაში, მოგეთ ისეთი რაღაცები ხდება. Death World, ხო? ხო, Death World, კი, ჰარი ჰარისონ. თითქმის დაიჭირა, მაგრამ ვერ დაიჭირა. არაფერი, ისე ჩავაკრათ, ან ისე თქვით და ანოტაციაში ხო არის რამოდენიმე ნაწილი. კაი, პირველი კაი, ანუ ის არის სათავგადასავლო არის მაგარი. ის რო აქვს ხელიდან რო გამოდის ის მკლავიდან პისტოლეტი და ესე უნდა გააკეთო. უბრალოდ და ეს პისტოლეტი გამოდის და ეგრევე იცვლის და მე მგონი აქ სადაც რეაქტიული ისინი აქვს ტყვიები და ფეთქდება. მე მგონი მანდის ანუ ეს იმიტომ რომ ის პლანეტაშეზე რა თქმა უნდა ის ცხოველები ყოველ წამს ვარჯიშობენ რომ დახოცონ. მან ხო ის არის იდეა რომ ეს პლანეტა აზროვნებს რაღაც ერთიანი დიდი ხო, კი ანუ იმუნური რეაქცია აქვს ამ ადამიანების ანუ იმ ბიოსფეროს რო ანადგურებენ ეს ქალაქები, ეს ჯუნგლები და ისინი ცდილობს რომ შეუტიოს და ეს
შესწრაფი evოლუცია გააკეთეს. ქალაქში ყველა ნახრეთში ცდილობენ ხეცები შემოძრნენ და შეჭამონ ეს ისინი. ანუ რა არის იმ პლანეტაზე იმისთან არის ხალხი ცხოვრობს აღარ მახსოვს. არა, მაგრამ იქ ხო ის არის, რომ ესენი რაღაც ქალაქში ცხოვრობენ და გარეთ ვინც არიან, იმათ არ ერჩიან ეს ცხოველები და ანუ თუ არ გააფუჭებს ყებს და რაღაცებს, ჩვეულებრივად შეგიძლია იცხოვრო. ეგ აღარ მახსოვს. საინტერესო სინოპსისი არის, ხო, რატომ ხდება ესე, მან და ძალიან კარგად არის ახსნილი. რაღაც ის იყო, რა ვიცი, დავასპოილერო, ან არის ხალხის 50-იანი წლების. ანუ იდეა ის იყო, რომ ერთ-ერთი ხანძრის დროს, ანუ wildfire-აც იყო. ანუ ტყეს მოედო ხანძარი და ამ ქალაქის თუ ამ კოლონიის მცხოვრებმა ვერ გაიგეს და როცა ცხოველები წამოვიდნენ მაგათკენ, რომ უბრალოდ უნდა გაევლოთ მან და გაქცეულიყვნენ. ამათ დაუწყეს სროლა. და მაშინ ამ ცხოველებმაც და ამ ყველაფერმა ანალოგიურ საფრთხეთ აღიქვა ადამიანებიც, იმიტომ რომ რა ვიცი, მოვდივარ და ცეცხლი იქიდან და ესენი აქედან მესვრიან და დაუწყო, ანუ იმ უბანში იწყება რაღაც არაადეკვატური ევოლუცია, შხამებით, დიდი კლანჭებით იცნობენ მაგათ განადგურებას. მაშინ როცა სხვა კოლონიებში რომელშიც ეგეთი რაღაცა არ მოხდა, იქ ჩვეულებრივ ცხოვრობენ, ნუ ისე ანუ ბალახი იყო ისეთი, რომ ცდილობდა ჩაერჭა. კაცები ადან. რაღაც ისეთი. ანუ ეს ტიპიური ამერიკული იდეა რა თქმა უნდა, რომ უცხო პლანეტზე როგორც ჩახვალ პირველი რაც შეგხვდება, უნდა ესროლო. პესტიციდები უნდა გაანადგურო, ხო? პესტიციდებით უნდა გაანადგურო. ცხოველები მორბიან და ეგრევე კაუბოები. ეგ იდეები მოკლედ შეიძლება გიჟურად მოგოჩენოს ეგ scavenger range რაც არის. მაგრამ აი რაღაცნაირად ეხლა უფრო ხელმისაწვდომია ძალიან უცნაური ციკლები პარაზიტული ცხოველების და იქ შეიძლება გაგიჟდე რამდენად სპეციალიზირებული პარაზიტები არსებობენ. აი მაგალითად არსებობს ესეთი ჩოქელას რაღაც ვერსია, რომელიც მთლად ჩოქელა არ არის თავისი, მაგრამ ძალიან გავს, რაღაც წინაკიდურები ეგეთივე აქვს და ცოტა კრაზანასაც გავს. მაგრამ გამრავლებისთვის მაგას ჭირდება რომ ობობების კვერცხებში ჩადოს თავისი ლარვა. და ამიტომ, მაგრამ ესე არა, ის უბრალოდ ფოთლებზე დებს ახლოს ობობასთან, ეს ლარვა მე თვითონ ადის ამ ობობის ქსელზე, ხდება როდის არის ფევძიმედ ობობა და ჯერ ობობაზე არის მიკედლებული და მე როცა ეს ობობა კვერცხებზე იქით უნდა შეძვრეს და იმაში მოკლედ ამოჭამს და იქიდან გამოიჩეკება. მთელი რიგი სოკოები, რომლებიც ნახევრად იმონებენ თავის ანუ მიახჩობენ ცოტა და მე ის მასპინძელს ორგანიზმს ზომბივით დადის. კი და მე კოლონიაში რომ მიმართავენ, რომ კოლონიაში სპორები გაყარონ და მე ამაზე ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეთყობა ეს ნელა ხდებოდა ეს ევოლუცია, იმიტომ რომ ჭიანჭველების ზოგიერთ სახეობას აქვს ავტომატური რეაქცია იმაზე, რომ თუ ეგეთ დაავადებულს ხედავენ იღებენ და სხვაგან მიაქვთ და მე იქაც თავს იკლავენ, აღარ ბრუნდებიან კოლონიაში, იმიტომ რომ თუ დაბრუნდება სპორებით არიან უკვე დაავადებული. გმირობა. ანუ წარმოიდგინე ესე იგი, რამდენად აგრესიული, ანუ ევოლუცია იყო, რომ ანუ იმუნიტეტი მაგის მიხედვით გადარჩა რაღაც კოლონიები, რომლებიც აი ჭიანჭველა მიდის, თავს იკლავს და უკან არ თქვენ იცოცხლეთ. ხო. სამწუხაროა, ხო. კი და აი 1000 პარაზიტი არის. ტაქსიპლაზმოზი ძალიან უცნაური პარაზიტი, რომელიც კატებში არის. ადამიანებშიც ვიცით რომ შეიძლება ხდებოდეს, ისე არ იკურნება, მე მგონი, არც კურნავენ, მაინც და მაინც ერთადერთი საფრთხე რომელიც გემუქრება არის, როცა ფეხძიმობის პერიოდში პირველად გექნება მაგასთან შეხება. აი თუ დაფეხძიმებულ ქალს პირველად შეხება ტაქსიპლაზმოზით ტაქსიპლაზმოსთან და დაავადდა აი მაინც და მაინც მაგ პერიოდში, მაშინ შეიძლება რაღაც გართოლებები გამოიწვიოს აი ამ პირველადი იმუნური რეაქციის გამო. მაგრამ ამის გამო რეკომენდაცია მაგალითად შვეიცარიაში არის, რომ ფეხძიმე ქალებს არ ურჩევენ ჭამონ უმის სალათის ფოთლები. იმიტომ რომ იქ ცოტა ბუნებრივად ზდიან და ბუნებრივად თუ ზდისო არისო იმის ვარიანტი რომ მელიამ გადააშარდოს ზემოდან და შენ მაგას რეცხვით უბრალოდ ვერ ამორეცხავ, შეჭამ დაავადდები და ეს დიდი არაფერი, ანუ უბრალოდ უნდა იყოს წინასწარ დაავადებული რა.
ეგეთი რეკომენდაცია უმი ხორცი არ ჭამო, ეგეთი რაღაცა სალათები გაურეცხა, გარეცხილიც კი უმი სალათები არ ჭამო. მაგრამ პრობლემა ისა ის, რომ ტოქსოპლაზმოზი იწვევს განსაკუთრებულად დიდ სიმპათიას კატების მიმართ. ანუ კატა არის მაგის ძირითადი მასპინძელი. ყველა დანარჩენი. ეგ მაგაზე რაღაც ვიდეო მაქვს ნანახი კატებზე და იმაზე, ხო? და არ მახსოვს რა ეგ. და თაგვი თუ ავადდება კატის ამ ტოქსოპლაზმოზი, მაშინ უქრება შიში კატის მიმართ. ანუ ესე იგი რამხელა ევოლუციური ის უნდა, იმიტომ რომ ის თაგვი არის ამ ტოქსოპლაზმოზისთვის შუალედური მასპინძელი რაღაცნაირი. ანუ ის გადადის იმიდან, ხო? გაგიჟდები რამდენად ჩახლართული სისტემები, უბრალოდ უნდა იცოდე და რამდენად ხელა ეს მიმართული მექანიზმია, არ ვიცი, უბრალოდ აი მაგ დროს ვარიანტებია ხოლმე ალბათ ეს ქცევის დასათვლელი, ანუ ჭიანჭველა, თქვათ, რო ავიღოთ რომ გადარჩეს აქტიური ჩვეულებრივად, რომ დარჩეს ნახევრად აქტიული, ან მთლიანად რომ მოკვდეს. აი მაგ დროს ამ იმის პარაზიტის გავრცელების ალბათობა კოლონიაში თუ შევიდა, მე მგონი უკვე 100% განადგურებული კოლონიაა. ან მე რაც მქონდა წაკითხული, ანუ ნახევრად რომ მიახრჩობს ხოლმე ამ ჭიანჭველას, ის ცდილობს გააგრძელოს თავისი გზა, მაგრამ ჭიანჭველებსაც აქვთ ის მექანიზმი, რომ გრძნობენ, რომ ავად თუ არიან სადღაც მივიდნენ და აი ის ეშურება, ის იმალება იმების ქვეშ, სადაც სხვა ჭიანჭველები დადიან, იმის ქვეშ ცდილობს შეძრეს თუ რაღაცა. ანუ ეს რაღაც კონკრეტულ ჯიშზე იქნება ლაპარაკი. და ანუ ეს არის ხელსაყრელი, რა თქმა უნდა, რომ ეს ჭიანჭველა დარჩეს სხვა ჭიანჭველების გვერდზე, რომ იმას გადაედოს, მაგრამ უბრალოდ შეიძლება ესე გამოვიდა, ანუ ჩვენთან ვერ დავინახავთ ეფექტს რა მოხდება თუ თქვათ ჭიანჭველა სხვა რაღაცას იზავს, ხო? ანუ ჩვენ ამ ფენომენს ვაკვირდებით, ხო? კი. მე იმას ვიტყოდი, მე უბრალოდ შენ შეკითხა ისე გავიგე, თითქოს ეს გააზრებულად აკეთებს მაგას მიკროორგანიზმი თუ არა? არა, ხო და პირიქით მგონია რომ ანუ ეს რაღაცა უბრალოდ ხდება, იცვლება რაღაცა მექანიზმი ქცევაში, რომელიც ჭიანჭველას უკვე აქვს. ხო, ანუ უბრალოდ იმ ქცევისკენ მიდის, იმიტომ რომ ხო ავათარი და ხო, გასაგები, მაგრამ არის ის პარაზიტები, რომლებიც რომელსაც აყავთ ორგანიზმი სპეციალურად მაღალ ადგილას, რომ ადვილად შეჭამოს მასპინძელმა ძირითადმა. მაგალითად, რაღაც ლოკოკინის მაგვარი ორგანიზმია, რომელსაც ეს პარაზიტი შეიძლება დაემართოს, რომელიც მაშინ ადის ტოდზე მაღლა, იწყებს პულსაციას, პირდაპირ ეფერება. რანაირად ხდება ეს იძულება რა შემდგომად. ხო, არ ვიცი, ეგ იძულება. ეგ როგორ ხდება, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რაღაც. ანუ ლოკოკინას უნდა შეეძლოს ამის გაკეთება, ხო? ლოკოკინას შეუძლია ზემოთ ასვლა, კი, რა ვიცი. მაგრამ იქ მე ანუ ნახევრად გამოჭმულია უკვე შიგნიდან გამიგე და მე მაგას ჭამს. ფრინველი და ფრინველის კუჩი ეს მრავლდება ისევ და ციკლს ასრულებს. მაგრამ ხო, ანუ მე მგონია რომ უბრალოდ ეთყობა ნელი ევოლუცია იყო და თან კვალ ევოლუცია. ისე რომ აი ზუსტად აი ესეთი რაღაცნაირად პარაზიტი და ეს მასპინძელი რაღაც სიმბიოზში არიან, რომ თუ აჯობებს ძალიან მაგრად პარაზიტი, ეს პარაზიტი ამოხოცავს მთლიანად ამ მასპინძელებს, ხო და აღარ დარჩება. თუ მთლად ამოხოცავენ ამ პარაზიტს, პარაზიტი არ დარჩება. ამიტომ რაღაცა ისეთი ნახევრად ტოქსიკური პარაზიტი უნდა იყოს. ძალიან თქვათ არ უნდა ამოხოცოს ყველა, იმიტომ რომ მაშინ უბრალოდ ვერ გადარჩებოდა. შეიძლება ძალიან ეფექტური პარაზიტები პირველ მილიარდ წელიწადში ამოწყდა და ეს უნდა იყოს ნახევრად, აი რა ძალიან ისე რა. იმ შავ წირზე ამბობენ იგივე სამ კოვიდზე იყო იგივე პირველი შტამები ძალიან აგრესიულს ძალიან ედვი. ან დაგაგდებს ეგრევე, ან ხო და მე ეჩება ესეთი ხო, კოვიდია, მაგრამ უკვე რავი, რაღაცნაირად ისეთი კოვიდია, რომ ძალიანაც ვეღარ გზნობ. ისე როგორც გრიპები, კი, სიკვდილიანობა აქვს გრიპს, რთულია, მაგრამ მკურნალობს ხოლმე უკვე, რომ ერთ კვირაში თავისით გაგივლის. ხო, Parasite. რა ქვია იმას? Alien Rain to Rain. არა, Scavengers Rain. Scavengers Rain. და მაგისივე არის common side effect. მე მგონი იგივე სტუდიის გადაღებულია, ის ესე არ მომეწონა. არა, კაი. იმას გავს, რა ქვია, ფრანგული ანიმაცია. ფრანგულ და ზოგიერთ საბჭოთა ანიმაციასაც გავს რაღაც ესთეტიკით. ხო, იმიტომ რომ ეგენია Mobius ბაძე.
კი. ო არა ეხლა დაიწყეს რაღაცებს კეთეს ნახე ტელეფონზე ეს თამაში გამოვიდა მობიუს ნახატებზე იყო კაი ანუ ესეთი დიდი ფონები არის ხოლმე და დეტალებია წვრილი და მაგ ხრივ კაია ანუ ეს ამერიკული კომიქსი როა ხოლმე იქ დიდი ფიგურაა აქ და რაღაც ისინი ნაკლებად ხო ეს რაზეც მინდოდა ეგ საკითხები რომელზეც დავფიქრდი მოკლედ შენ ხო არ გაქვს რამე გასაზიარებელი ო კი მე იმას უყურე შენ რომ მითხარის ანიმე იმ სუპერსტრუქტურაში რო და blame და ზახილის ნიშანი ანუ რაღაც მეტია ეგ ანუ მე უყურე ფულმეტრაჟიან სრულმეტრაჟიანი ანიმე blame ანუ მოდი სინოფსის მოვყვები მაყურებლისთვის თუ ისე ვინც მე ბოლომდე ვერ ჩავახცე მოგეთ გეტყვი blame თვითონ არის ეგეთ რაღაცაზე რომ ცივილიზაცია განვითარდა რაღაც პერიოდში იმდენად განვითარდა რომ ეხლა ადამიანებისთვის არსებობდნენ რობოტები რომლებიც ამ სუპერსტრუქტურას ქმნიან რაღაც იმდენად დიდი სუპერსტრუქტურა არის ხო სავარაუდოდ კოსმოსშია სავარაუდოდ სადღაც რაღაც ვარსკვლავის ორბიტაზე არის მაგრამ ვარსკვლავი არ ჩანს უბრალოდ უსასრულოა ეს სტრუქტურები ზემოთ ქვემოთ და არის რაღაც რობოტების კლასის დამცავები არის რაღაც რობოტების კლასის მშენებლები მაგრამ მოხდება რაღაც უცნაური ვირუსი რომელიც ადამიანების გენომს ოდნავ შეცვლის რის გამოც მათ წვდომას ანუ სისტემა აღარ აგიქვსავთ მათ როგორც პატრონებს და ანუ რაღაცნაირი უცნაური სისტემა არის access denied ხო რაღაც ესა 64-ში შესვლის firewalls დაუხენებს მაიმუნები ეს ტერმინალთან მიდი და ტერმინალზე უნდა დაადო ხელი და ის არ აღიქოს როგორც ადამიანს და ამის გამო ეს მშენებლები რაღაცას თავისას უტევენ და აღარ ჩერდებიან ანუ აშენებენ ამ მეგასტრუქტურად მაგიტომ გახდება ადამიანები ნახევრად ლეგალურ სტატუსში არიან და ძალიან თუ მრავლდებიან მოდიან ეს გამონადგურებლები და ანადგურებენ ამიტომ ხან რაღაცას მოიპარავენ ხან რაღაცას და ესეც ცდილობენ მაგრამ არის აშკარად მთელი რიგი მოწყობილობები რომლებიც ადამიანებისთვის და საჭმის გასაკეთებლად და რაღაცის გასაკეთებლად არის და რაც მთავარია ზოგი პერსონაჟი მანდ რო კვდება არ კვდება იმიტომ რომ ნახევრად გაციფრულია. და ანუ რეალურად არის რაღაც ანუ ეს ჰოლოგრამა ის რო იყო რაღაც ანუ და სინოფსისი ამის რო ნახო ანუ სიამდვილეში სრულმეტრაჟიანში მარტო პატარა ფრაგმენტია გაკეთებული. ხო ანუ ჩანდა რომ შუიდან არის რაღაც ამოჭრილი და უნდა თვითონ ძირითად სიუჟეტში უფრო ჩახლართულად არის და იქ ჩანს რომ მეცნიერია რომლებიც რაც ცდილობდნენ მოგეთ ეგ არის ერთი პერსონაჟი რომელიც რაღაც ტიპის რობოტია რომელიღაც სართულიდან გამოაგზავნეს იქ თვითონ სართულიდან სართულზე ადის და 1000-დან არის გამოგზავნილი 1000 სართული ქვემოდან 6000 სართული გავიარეო თუ ანუ 6000 ხო იქ 6000 სართული იყო მანძილი X ტიპის საიდანაც არის იქამდე სადაც ამრა სართულის 3 მეტრიანი არ არის იქ რაღაც ასეულობით მეტრზეა ლაპარაკი და ამიტომ ზოგიერთი ასკვნის რომ ეს მეგასტრუქტურა უნდა იყოს იუპიტერის ხელა ამისაო და ანუ ძალიან დიდიო და ასე შემდეგ და იუპიტერის ხელა დარბაზი არისო ანუ რაღაცა დიდ დარბაზში რო შედიან და ეს არისო იუპიტერის დიამეტრის ის არის ანუ ეს ერთი დარბაზი რომელიც შედიან ანუ ეს ერთი სართული ის არის ანუ ეს 6000 იუპიტერის მანძილს ვერ გაივლიდა რა თქმა უნდა იმიტომ რომ მაგრამ ხო რაღაც ის იყო ეგეც რობოტი და ანუ ის არის ნახევრად რობოტი რომელიც ეძებს ადამიანებს ანუ რეალურად ასკანირებს ადამიანებს და ეძებს ვინმე მაინც თუ გადარჩა ორიგინალური გენით რომ იმან მოხსნას ეს კარტოს ხო ის რო გადავიდეს ამ firewall-ი რო გაგვიყიდოს იმიდან ავტომატურად და მეორე არის მეცნიერი რომელიც ამბობს რომ შემიძლია მოვატყუო firewall-ი და გავაღწიო ეს firewall და აი მაგაზე არის რაღაცნაირად აგებული ეს სიუჟეტი რომ ეს მეცნიერი რამოდენიმე მილიონი წლის წინ არის მოკლული თუ რაღაცა თუ გარდაცვლილი იმ მაშინ ცდილობდა გასვლას და ანუ მაგის გონება რაღაც hibernate რეჟიმში არის სხეულს ხელახლა დაიბეჭდავს და ცდილობს ამათ დახმარებას
და აი რაღაცა ეტყვის რომ აი კი მე როგორც მეცნიერს აი ამ 3D პრინტერებზე წვდომა მაქვს, რომელსაც შემიძლია რა ბევრი რაღაცა ხო, ანუ მე ჩართავენ მთელ ქარხანას, სადაც ეს არის ათასობით ეს ის არის პლატფორმა, რომელიც იბეჭდება უბრალოდ. ხო, საჭმელები იბეჭდება და მერე დაიბეჭდება ის firewall-ის ხალხი, რომელიც ამათ ანადგურებს, იმიტომ რომ რატომ ჩართეთ ეგ რა უფლებით. მაგრამ საინტერესო ფაბულა არის მომავალზე, ესე ცოტა утопиურზე, დისტოპიურზე, რა ვიცი, რაც ვიცი, ანტიუტოპიურზე, როგორცაც გინდათ ესე დაარქვი. და რაღაცნაირად მომეწონა, იმიტომ რომ თითქმის მანდ ვართ, მე რომ მკითხო. თითქმის მანდ ვართ AI-ის თვალსაზრისითაც, ახლა აგვიშენოს, კაცო, მე რაც უნდა ის ვქნია, ის აგვიშენოს Uber პრინტერები და ეხლა ვსაუბრობ გავხსნილდებით ჩვენ გენეტიკას, რომ არ განვიცადოთ მუტაცია. ხო, აი ეს არ ვიცი, ანუ სინამდვილეში ხო, ანუ თლათ მაღაზე არა, მაგრამ ეხლა იყო ჩამოსული აქ ადამიანი, რომელსაც გავიკეთა ტრენინგები პოდკასტინგში. ჰენრიკ დიპლომზე შეიკეთავით უკან. ხო, დიპლომი მაქვს და დავდე ის სერტიფიკატი. დია. ჰენრიკ რუნემან ქვია, ეგრე, ანუ ესტონელი არის. საკმაოდ საინტერესო ადამიანია და მაგასთანაც ვისაუბრეთ მაგ თემებზე. მაგრამ ნუ აი დამაფიქრა ამ გროკის ახალმა რეკლამამ, რომ გროკმა თქვა, რომ მოკლედ ესაა რა, გროკ ოჩიო არის. პოლონისისა საჩივარი შეიტანეს. იმიტომ რომ ვიღაცებს გამოლანძღა რა ის პოლიტიკოსები უბრალოდ. ხო და ესეც ხო არ არისო, ანუ როგორც წესი სოციალური ქსელი ამბობს, ეს იუზერებმა გააკეთეს კონტენტიო და ჩვენ არაფერი მაგით და ნუ ეხლა ეს თვითონ მაგათმა სისტემამ დააგენერირო და ეხლა რაღაც უნდა უჩივლონ. ხო, არ ვიცი, მაგრამ რუსებსაც აგინეს და ამიტომ ძალიან ხო, ანუ იქაც იმაში ათათურქს აგინა თურქეთში და ანუ ეგ რაღაც არაკონსტიტუციურია მე მგონი და სულნათ რო ნუ ჯერ დროებით გათიშულია მე მგონი. ხო, მაგაზე ფიქრი დავიწყე მოგვედ და ფიქრი დავიწყე რა. ანუ დაიწყო death to all humans. ხო, რაღაც მაგდაგვარი. რო დავიწყო ჩამოყალიბება ამის ამ სისულელის, რომელზეც მინდა თქვა ახლა. უნდა თქვა არსებობს ეგეთი კონცეფცია უარყოფითი სწავლა, თუ რაღაცნაირად ესე ქვია. მოგეთ პრობლემა ისე ყველა სწავლა არ არის სასიკეთოდ. და მაგალითის თვის იყო მოყვანილი მოხუცი ადამიანი თუ ვარდება და მე რეიწყოს ხელახლა სიარულს შეიძლება გაუჩნდეს ეგეთი რაღაცა, რომ სვლის მანერაში გააკეთოს ცვლილებები და ფეხს რო არ წევენ ხოლმე მოხუცები თუ შეგიმჩნევია და ითვლება, რომ ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ახალი რაღაც ტიპის სწავლამ გაუუარესო შენი მდგომარეობა, იმიტომ რომ ამბობენ ეგეთ რამეს ამბობენ. შენ რო დადიოდი, შენი გონება თვლიდა მუდმივად ამ რაღაც ალბათობებს და ფიზიკას და კინემატიკას, რომელიც შენს ხელმო უნდა გააკეთოს. და ეს გადადგმა კი ცოტა უფრო რისკიანია ფეხის გადადგმა, მაგრამ სამაგიერო ტონუსში გამყოფებს. შენ როგორც კი იწყებ აი ესე გაჩოჩებას ფეხების და ეს მოძრაობას. შენ ტვინს უფრო ემარტივება ეს და უფრო დიდ დეგრადაციას იწვევს ტვინში. წარმაცდება. კი, ვიდრე პოზიტივის შემოაქვს. ანუ იმასაც კი ამბობდნენ, რომ ეგეთ სიარულს ჯობია, არ ვიციო, ანუ ჯობია მართლა დავარდეო, მაგის რისკები აიღო, ვიდრე ნუ გააჩნია ალბათ მდგომარეობას, მაგრამ როგორც წესია, ეგ უკეთესობისკენ არ არის ცვლილება. და ეგეთი რაღაცა შეიძლება მოგვივიდეს მოკლედ AI-ზე, ესე მგონია, რომ ძალიან გავზარმაცდეთ იმ გაგებით, რომ ყველაფერს თუ AI აკეთებს, ასისტენტის ვარიანტშიც კი. ეხლა მაგას სტუდენტს გაუგზავნე რაღაც დავალებები და კი ეს დავალებები დავაგენერირებინე შეიძლება ძირითადი, ანუ პირველადი სტრუქტურა დავაგენერირებინე თქვათ ეს. მაგრამ მე შევცვალე და იმას წესით უნდა ეს წაიკითხა და შეესრულებინა, მაგრამ იმდენად ვერ გაიაზრა რას აკეთებს, რომ უბრალოდ ათარგმნა ქართულად და ეს დაპოსტა. ანუ როგორც საბოლოო დავალების პუნქტები კი არ აღიქვა. და რაღაც კომპიუტერული კლასი რაც ქონდა, მაგაში მივხვდი, რომ აზრი არ აქვს AI-ის ვებძოლა, ანუ შემიძლია დავსვა და უთხრა. ხო, არა, ანუ AI-ის იყოს რა. AI-ის იყოს, უბრალოდ უთხარი, რომ მეთქი აი უბრალოდ გახსნილი ქონდეთ AI, დავალება გაქვთ და აბა მოდი აი აქ კლასში
დააგენერირებინე ამას ისეთი კოდი, რომელიც გაიშვება და იმუშავებს და იმას გააკეთებს, რაც მე მინდა და მოდი, აბა როგორ გადაამოწმებ, იმას გიკეთებს, რაც გვინდა თუ არა. და ეგ უფრო ლოგიკური მგონია, ვიდრე ვებძოლო მაგას და ყველაზე ხო, დიდი ამ გამოთვლების ეტაპი რო იყოს შესასრულებელი პროცედურა, ხო, ეხლა რავი, კი ბატონო, ხო. გადამოწმე, ხო. უბრალოდ მე მგონია, რომ ძალიან შეიძლება გაგაზარმაცოს. ანუ თუ AI-მ პირველივე ვერსიაში არ გითხრა რაღაცეები, რაც შენ არ იცი, შენ ვერასდროს უბრალოდ არა. უბრალოდ არა, გეტყვი როგორ ჩამოყალიბო. თუ თავის ვარიანტებში ამომწურავად არ ამოხსნა ეს პირველ იტერაციაში, ხო? ანუ თქვა უთხარი აი როგორ გავაკეთო ეს და ის გეუბნება რაღაც გზას. შენ შეიძლება იცოდე რომ ეს შეიძლება სხვა გზით გაკეთდეს, შეიძლება კონკრეტულად როგორ კეთდება არ იცი, მაგრამ შეგიძლია უთხრა AI-ს, რომ იცი რა, მე ამის მიღწევა მინდა და აბა ეგეთი გზით შეიძლება წახვიდე და ხშირად დაგეხმარება და იმასაც გააკეთებინებს. მაგრამ თუ არ იცი საერთოდ რა შეიძლება გაკეთდეს, როგორ, მაშინ ვერაფერსაც ვერ გეტყვის ეგეთს, იმიტომ რომ არ ჭირდება. ანუ იმ ვარიანტებში ვერ არჩევს სწორედ. ანუ მე უყურე ესეთ YouTube ვიდეოს, სადაც სამზარეულოზე იყო, ანუ ტიპი ამზადებდა საჭმელს, გამოროთ კამერაზე. მან თქვა, რომ ანუ დღეს არ მქონდაო იდეაო, საერთოდო, რა გამეკეთებინა და კითხე იმ ChatGPT-ში ჩაწერა და ჩამომიწერე საყიდლები რა ვიყიდო, რა გავაკეთო რეცეპტი და ნუ პირველ რიგში რაღაცა რა ხარუხი გააკეთა, იმ ყველაფრის Heute Cuisine ფრანგულ და ისეთი რაღაც master chef-ულ სამზარეულოს მსგავსი ჩახუჭუჭებები, რასაც ვერ გააკეთებს ადვილად იმაში. ნუ იმან შეასწორებინა, კაიო, იმ ფონდანტებს მე ვერ გავაკეთებო და ის რამე ისე ჩვეულებრივი მითხარიო და უთხრა, მაგრამ შეცდომით დაუწერა კომპონენტები. მერე როცა ინსტრუქცია დაუწერა, იმას წავიდა იყიდა, ხო? ნუ რაღაცა დააკლდა კვერცხი თუ რაღაცა. ამ როცა აკეთებდა კეთების პროცესშივე რაღაცა და იმან დაიწყო რაღაც სხვა რაღაცის გენერირება და სხვა რაღაცების და სხვა პროდუქტები მოსთხოვა ისა და ანუ მექანიკურად რო გაყოლოდა ეს, ხო, ანუ გაიჭედებოდა ბევრ ადგილას, ანუ შედეგი კი მიიღებდა შედეგს, ანუ ეს იქნებოდა კერძი. მაგრამ დაახლებოდა, რავი, ხო, ანუ არც მარილი მაგალითად რაღაც ისეთი რაღაცები უთხრა ბევრი რაღაცები ჩაყარეო, ანუ ესეთი დეტალური რაღაცა, რაც მნიშვნელოვანი დეტალები არასწორად აკეთებს ხოლმე მე მგონი, ხო. და მე ვცადე ის ჩემით, რომ ვითამაშოთ მეთქი RPG-ს, pen and paper RPG რო არის. ანუ ის ChatGPT უნდა ყოფილიყო მასტერი და მე უნდა ყოფილიყავი მოთამაშე. და უთხარი დაახლოებით setting-ი არის მეთქი, რომ ჩვენ ვართ აი იმაში TSA რო არის ლოგიში მაგალითად, ხო? სხვადასხვა დროში შეგიძლია გადახვიდე და იქ არის რაღაც ბევრი ოთახი, რაღაც ორგანიზაცია, სადაც გეძებენ შენ, ანუ ის გეძებს შენ და შენ შეგიძლია სხვადასხვა დროებში დაიმალო. ნუ კარგად დაიწყო რაღაცა, ცოტა იმუშავა და მე ეს ტენდენცია აქვს მეინსტრიმისკენ წაგიყვანოს, ანუ ეს სხვა ძებნის ალგორითმებსაც აქვს, ეგ თვისება, ეგ სენი, ვიტყვი და ამასაც იგივე სენი აქვს. ანუ შენი იმიდან რაც გაინტერესებს, ცდილობს ნელ-ნელა გადაგიყვანოს, რაც კომერციულად პოპულარულია იმ თემაზე. და ამან დაიწყო ყოველი მაშინ ნელ-ნელა შეაპარა, სანამ ამ ჩვენ ამ პარალელ უნივერს setting-იდან არ გადავიდით cyberpunk setting. ეგ ხო იცი რატომ ხდება, იმიტომ რომ ლინგვისტურ და იმ თამაშზე დაამიწყო მე რაღაცები ისინი რა, პირდაპირ იქიდან გადავიდა რომ ნეონით განათებული ისინი და ესეთი cyberpunk-ული ისინი იმეებში გადაიყვანა ძალიან მალე. მერე სიუჟეტი მთლიანად აურია, ვინ რომელი პერსონაჟი რომელი იყო ვერ აღიქვავდა, რის მერე რა ხდება ვერ აღიქვავს, თავიდან თვითონ გეუბნება რომ გაქვს თქვათ პისტოლეტი, რომელიც არის 3 ტყვია.
ეს და მე paper რა, ხმარობ ამ პისტოლეტს ბევრჯერ 10ჯერ 20ჯერ 50ჯერაც გასროლინებს თუ არ შეახსენე რომ აი ნახოთ ის ანუ სიუჟეტთან ცდილობს რაღაცნაირად ისა და მოკლედ ხო ანუ ეს საფერისტობა ანუ რას ამბობენ რომ ეს მართლა აფასებს იმას და არაკეთებს იმიტომ რომ ეს ხელოვნურად აქვს მინიჭებული ალბათობები ზოგიერთი ხო, ანუ ეს ლინგვისტური მოდელები მე როგორც გავიგე, როგორც მესმის პრინციპულად ისე მუშაობს, რომ უბრალოდ მუშაობის პრინციპი ისეთია, რომ თვლის ყველაზე ალბათურ პასუხს ამ სიტყვათა წყობიდან, რომელიც შენ ახლა შესთავაზე და გასაგებია, რომ მეინსტრიმში ყველაზე ალბათურ პასუხებში გადავა და ყველაზე ალბათური პასუხები არის სტანდარტული პასუხები, რომელსაც სტანდარტული ადამიანი აგენერირებს. და საკმაოდ საშუალო ადამიანი და აუ ეს მართალია, იმიტომ რომ აი ეს მონაცემები, რასაც იყენებენ, ვნახე და მაგას ქვია crawl, ეგეთი რაღაცა, data crawl data, რაღაც ისეთი daily crawl, თუ რაღაც standard crawl. დაწერე standard crawl. იცი რა, ანუ გასაგებია, ეს არის რომ ტექსტს აგროვებს რაღაც ალგორითმი ბევრი იმიდან, მას რაღაცნაირად ფილტრავს და ის არ ვიცი რამდენად იქნება ჩვეულებრივი მომხმარებლების მიერ დაგენერირებული ტექსტი. მე მგონი უმეტესობა ტექსტი იქნება აი რაღაცა რედაქციების ან სხვადასხვა სახის პროფესიონალების კი ბატონო, მაგრამ მაინც სტანდარტული უფრო მეტი იქნება ვიდრე რევოლუციურად. ხო, ანუ აი ბიზნეს იმაში რო ვიყოთ ყველა, ხო, გარემოში ვთქვათ. რო ბიზნეს გარემოში ვიყოთ, მაშინ იქნება და სტანდარტული, იმიტომ რომ ეს იქნებოდა. ჩვენ ხო მართლა ხო არ ავთამაშობთ იმ თამაშებს რაღაცას. ჩვენ ანუ ტესტავთ, ანუ ყიდით, ან მარკეტინგს ვაკეთებთ ეგეთ რაღაცებს და მე pen and paper ანუ რა მართალია, ხო. pen and paper რა თამაში არის, რო გითხება, არა, ანუ უბრალოდ სიუჟეტებს. ანუ ეს არის RPG role playing game-ის ტიპი, სადაც არ არის გრაფიკა, არ არის დაფა, არ არის კამათლები, არის ტექსტი მარტო, ანუ ეს გეუბნება. შენ ხარ ბნელ ტყეში, რას იზავ და შენ უნდა Dungeons and Dragons-ის ვარიანტია? წერო. მიმოვიხედავ გარშემო, რამე საჭმელი ხო არ არის. ის პასუხობს. მიმოხედვის დროს ფეხი ჩადგი იმაში რაღაცაში. და ეხლა სველი გაქვს ფეხი -1 იმაში, რა ქვია, agility. მე ვიპოვე სოკო, მაგრამ ისა გააგორე ის გეუბნება, აკეთებს კამათლის სიმულაციას, შენ ჩაიჭერი, ვერ ამოიცანი, აიღე ის, ხო, აიღე შხამიანი სოკო და ეხლა გააქვს ისა, კუჭი გასვლის აშლი. -2 health-ი. და ანუ რაცაც გრაფიკას და რაღაცას რასაც აკეთებს, როგორც კომპიუტერი ან ფიგურები ან რაღაცები რო არის ხოლმე. იქ არის უბრალოდ უნდა წარმოიდგინო ტექსტი. კაია, მე მომწონს. ოღონდ მეზარება ხოლმე კითხვა რა. ოკეი. არის უკვე ტელეფონზეც ეგეთი თამაშები. და შეიძლება ისე წააკითხო ალბათ, რომ ესე ხმით დაგელაპარაკოს. კი. ოღონდ აი მაგხრივ ძალიან ბანალურია, იმიტომ რომ მძაფრ სიუჟეტებს ვერ იგონებს, ანუ უინტერესო მხარეს მიყავს სტანდარტულად. ერთია რომ არ შეუძლია გენერირება, მეორე არის რომ ცლად ბოლომდე არ აგენერირებენ ბინებენ, იმიტომ რომ კი, ეგრე მგონია. ორიგინალური ადამიანები, როგორც წესი, ორიგინალურად იგინებიან და ორიგინალურად ანუ ესეთი ცოტა ესეთი უხეშებიც კი არიან ხშირად. და ეგ ზოგი მიაწევთ ამას აღწდას, ხო, ცუც, აი, მაგრამ შეიძლება აზროვნების თვისება არის, რომ შენ თუ ორიგინალურ წესებს იგონებ, შენ სტანდარტული წესებით, როცა მოგმართავენ, არ მოგწონს ეგ და გაღიზიანებს. ამიტომ მე ვიფიქრე, რომ ყველაზე ცუდი რაც შეიძლება ახლა მოხდეს და ალბათ ხდება კიდევაც, არის ის, რომ ჩვენზე ძალიან მკაცრი რეგულაციები დააწესეს AI, როგორი უნდა აიღოს მომხმარებელმა. ანუ რომ მომხმარებელთან უნდა მოვიდეს AI, რომელიც ცუდ არაფერს არ ურჩევს. მაგალითად, ის თუ ეტყვის, როგორ აუჯანყდე მთავრობას, ეს AI იტყვის, ეს არ არის კარგი. არა. შენ თუ ეტყვი პოლიტიკურ შეკითხვებსაც რო აძლევ, გეუბნება რომ ვერ გიპასუხებ. უფრო მეტი, მაგალითად, ჩემი ალექსა მაგალითად,
როცა ეკითხები რომ ალექსა ამ შეკითხვაზე რატომ არ მიპასუხე ამ შეკითხვასაც აიგნორებს ანუ წინა შეკითხვაზე რატომ არ მიპასუხე ხო შეიძლება გავი არ მეუბნება ანუ თითქოს არაფერი არ ოკეი, ანუ გასაგებია ხო, ანუ მე მესმის, იმიტომ რომ ეგრევე დაიწყებოდა რაღაცა და ამ ფირმას არ უნდა უბრალოდ ხო, მაგრამ ნახე ეს იმის რომ გაუბანძებენ პროდუქტს. მაგრამ ნახე ეს მიგვიყვანს იქამდე რომ ეს ღვინოა სიდრეა თუ წვენი. ეს არის ლიმონადია. ბავშვობა. ლამაზი ჭიქა უბრალოდ ყვითელ მომწვანო. მანავის მწვანე უნდა გეთქვა. ფალერნული ღვინო. ხო და ეს სადაც მიგვიყვანს მოგეთ ეგეთი ხო ლუიმ დალი აქვს უბრალოდ კადრში და მეც უნდა ჩავჭრილიყავი ჩემი შეკითხვით, მაგრამ დაუბრუნდები იმას ის თქმაც მინდოდა. მომხმარებლებისთვის ეს არ იქნება მისაწვდომი, მაგრამ სამაგიეროდ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც საკმარისი ფული აქვს იმისთვის, რომ ლოკალური დატა ცენტრი გააკეთოს და თქვათ აიღოს DeepSeek-ი ჩინური ხელმისაწვდომი იყო და ღია იყო პერსონალური გამოყენებისთვის. და შეგეძლო ლოკალურად დაგეყენებინა რაღაც 240 გიგაბაიტი იყო ვიდეო კარტა გჭირდება ძლიერი. კი, მაგრამ პრობლემა კი არა და უპირატესობა ის არის, რომ ეს უსაფრთხოების რელსები შეიძლება მოუხსნა ლოკალური გამოყენებისთვის და აი მაგალითად მოდი თითი არ გავიშვიროთ, მაგრამ ვიღაცა მილიარდერმა საქართველოში რომ მოინდომოს და აყენოს ლოკალურად დატა ცენტრში AI რომელსაც კითხავს როგორ შეიძლება ადამიანები მოვატყუო ისე რომ არჩევნებზე არა მესმის მაგრამ ნახე რა მესეჯ ბოქსები უნდა გაუგზავნო ადამიანებს რომ პოლიტიკურად ვთქვათ ჩემი დავალებები შეასრულონ საბოლოო ჯამში უბრალოდ ჩემი მიზნები დადგეს ამ საზოგადოებაში რა გავაკეთო ვთქვათ პარტიის დისკრედიტაციისთვის როგორი ნაბიჯებია საჭირო ეგ თუ მოხსნილი აქვს უკვე უსაფრთხოების სისტემა ლოკალურ წარმოებაში მას ექნება ამაზე პასუხები გამიგე და თან საკმაოდ შეიძლება რეალისტური ეგ არ არის პრობლემა მე მგონი მაგ პარტიისთვის იმიტომ რომ ეგ არა მაგას არ გეუბნები პრობლემა ის არის რომ გადაჭრილი კი აქვს მაგრამ შენ როგორც მოქალაქეს შეიძლება შეგძლებოდა AI-ს კითხო რომ რომელი message box-ები არის ახლა შედგენილი რომელიც არ ეთანხმება ტყუილებია მაგალითად რომელი არის იმისთვის რომ მე ვთქვათ გამაკეთებინოს აი ეს რომელი პარტია ცდილობს აი ესეთი AI გენერირებული მესეჯებით მელაპარაკოს ო ანუ მოქალაქეს free ვერსია აქვს demo ვერსია აქვს და ვიღაცებს აქვს premium ვერსია კი და შენ შეგიძლია ეს premium ვერსია დააყენო თითქოს მაგრამ მაგისთვის უნდა პატარა data ცენტრი გქონდეს და ყველა მოქალაქეს არა აქვს საბოლოო ჯამში გამოვიდა რომ ეხლა მდიდარ ადამიანს ჯერ ერთი ფული ქონდა, ადრე იყო ის, რომ იცი რა ინტელექტუალურად ჩამორჩებოდა, შეიძლება და ვიღაცა მდიდარი ხალხის გირაობა ჭირდებოდა. ეხლა რა ვიცი, ორი IT დეპარტამენტი, ორი IT-შნიკი შეიძლება შეყაროს, გამოკეტოს ბეტონის რაღაც სარკოფაგში, მისცეს იქ ვიდეო კარტები და კომპიუტერები და იმათ აგენერირებინოს 1000 რაღაც ბოროტება, რომელზეც სინამდვილეში იმას ექნება, იმიტომ რომ ფული აქვს და შენ არ გექნება, იმიტომ რომ არა გაქვს მაგის რესურსი და ეგ გონია უაღრესად საფრთხო რაღაცა თუ იქნა ანუ აი ხლა მეც მაქვს ვიტყვი რა თუ შეიძლება ანუ ეხლა როგორც ხდება ხო ანუ პარტია თქვა ცდილობს რაღაცა ჰეშტეგი და პოპულარიზოს ის ხო ანუ ის არის რაღაც ჯგუფი ანუ ეს პოლიტიკოსები ამ პარტიის არიან რაღაც ნეტვორკში თქვა 5 ან 6-ია დაუშვათ და მათ მთავარია ერთდროულად დაპოსტონ და ეს რაღაცებს აკეთებენ და მე უნდა იყოს იმ რესპონსების და ლაიქების და რაღაც კორიანტელიც უნდა იყოს რომ ეს პოსტები წინ გავიდეს და ბევრ ხალხმა ნახოს. და ეხლა ამ დროს მე მგონი ხელით წერენ აი მასიურ კომენტარებს და რაღაც სყალბი კომენტარები როა ხოლმე პოსტებს ქვემოთ. ეს გაზიარებები ახლა ზიან ტიპები ალბათ და 1000 ტელეფონი აქვს და ახლა ანის ჩინური მეებში რა ჩვენებენ ფერმებში
უბრალოდ soft-ში ხედავენ ამ ეკრანებს და ყველგან ამ ავტომატურად აკეთებენ და აი მაგ სამუშაოს შეასრულებს AI უბრალოდ. ანუ ეს იქნება საჭირო ეს თვითონ ეს პოლიტიკოსი და ერთი ალბათ სპეციალისტი, რომელსაც ეწოდება ალბათ კომუნიკაციის ან რაღაცის ექსპერტი გაფორმებული და ის გააკეთებს AI-ს დახმარებით მთელ ამ კორიანტელს. ანუ ერთი ადამიანი დაასიმულირებს, არ ვიცი, 100,000 მომხმარებელს. რაც არ მომწონს. და გააკეთებენ ასე იმან ეს ყალბი მხარდაჭერები რო არის ტონობით. მაგ გვერდებისთვის კონტენტის და აქტივობის წაყვანაც იქნება ალბათ მაგ ინსტრუმენტები. ტროლების ქარხანა იქნება მიქარვა. ო, ანუ იქნება ერთ ლეპტოპში იქნება მთელი ეს ტროლების ქარხანა. და მე მგონი ეს განზვაგინება ამ გროკის მაგას ემსახურებოდა, რომ ხალხს ენახა, რა კაია. და ეყიდათ რა, ალბათ რავი ხო. ხო. მე ხა ჰიტლერი იყო ყველაზე ძალიან მაგარი რომ მე ხა ჰიტლერი ვარო რო თქვა. კომპიუტერში ჩარტ. ხო. 0-ისა და 1-ის მეტი რამე მაინც. ხო რა, კი, ეგრე ესე იქნება, ანუ იმ დიუნაში ხვარი თავიდან, ანუ ეს მანქანების წინააღმდეგ ხვარა ჯანყდა ეს ხალხი კომპიუტერები რო აკრძალეს. ის აჯანყდნენ იმის გამო, რომ მონოპოლია ჰქონდა კომპიუტერებზე ცუდ ხალხს და დაიმორჩილეს სხვა ტიპები. ვითომ, არა, მე მგონი ეგრე წერია თავიდან ის ბატლერიან ჯიხადი ეგრე არ მოხდა? ბატლერიან ჯიხადი მე მგონი მაინც ანუ რაღაც people enslaved other people იმ კომპიუტერების დახმარებით, ხო? იგი იყო. მე უბრალოდ მახსოვდა რომ მე გაიჭრალულია AI იმის არა მე გაიჭრა მე მგონი მე რატომაც ისე მახსოვს რომ არა კომპიუტერმა enslave ანუ რაღაც მონების კასტა ანუ ვიღაცები ნახევრად გადააკეთა ჰიბრიდებზე და მე რაღაცა ხნა ანუ რაღაცა თუ შეიძლება იცი რაში მერევა აი იმას აზიმოვსაც ხო რაღაცა მაგდაგვარი მისა აქვს სხვათა შორის არ მაქვს აზიმოვის პრიკველებში დეტალებია ხოლმე აზიმოვის პრიკველში იმის foundation-ის მან და ის ბალი და დალი ერთმანეთს რო ებძვიან მან რაღაცა ეგეთივე სიუჟეტი არის რომ ეს რობოტი ვიღაცებს გადააკეთებს ნახევრად საიბორგებად ისინი ემისარებად ყავს და მე ერთ-ერთი აჯანყდება თუ დაეხმარება ადამიანებს რო აჯანყდეს და მოკეთ მოაყომარებენ მაგრამ ისიც იმიტომ მოაყომარებენ რომ ერთ-ერთი რობოტი გადავა ამ ადამიანების მხარეს. ანუ ეგეთივე capable როგორც ის ბალი იყო თუ და ეს დალი მე არის დემრიზელი. ოკეი. რაღაცა ეგეთია და შეიძლება მაგას შეამერია. მაგრამ ბუტლერიან ჯიხადში თითქოს ეგ არ მახსოვს რომ ადამიანი, მაგრამ ხო რა. ოკეი, რა შეიძლება ხო მე ეგრე მახსოვს რომ ანუ ადამიანი არის ცუდად გამოყვანილი მაინც. მე უყურე ანუ ამ იმას blames უყურე მაგრამ მომეწყინა სადღაც შუაში იმიტომ რომ ეს იაპონური მეებში რო არის ხოლმე ეს ძალიან სენტიმენტალური მომენტები რო არის ხოლმე რომ რაც ძალიან ბრუტალური რო არის და რაც რობოტები ჭამენ ხალხს ხელებს აგლეჯენ და რაღაცებს და მე ეს ჰოლოგრამული ვარდისფერი ეს ანიმე ის ნაშაჭკა იმრუინებიდან ამოდის და მე 1000 წელი გელოდით რომ თქვენ მოსულიყავით და ისინი იღებენ მე თავის ქალას აძრობენ მიაქვთ სადღაც ასკანი და ეს ძალიან ანუ ეს რაღაც რომანტიკული არ ქვია მაგას არ მომწონს ეგეთი კონტრასტები და მაგრამ გამიჩნდა უკვე ეს ანიმეს ყურების ის გაიღვიძა ჭიანა დავიწყე ძებნა რას უყურე ვიყო ჩავრთე Cyberpunk Edge Runners ეს არის ეს თამაშის სამყაროში არის მე მგონი ის და ეგეთი იყო რა ზუსტად ეს მარსის პირატები რო არიან თუ არა არა არ ვიცი მოკლედ რა ნახე თუ გინდა ვიზუალურად არა უშავს მაგრამ აი არის საღეჭი რეზინივით არის მართლა გეუბნება AI-მ დაწერა ეს მე ესე მგონია ეხლა იმიტომ არის ცუდი
თანამედროვე ფილმები, რომ უკვე 10 წელი ალბათ წერენ AI-ზე ან გრამარლით და რაღაცით წერენ იმებს სიუჟეტებს და ჩვენ არ გვეუბნებიან. ისიც ხო იყო იმების სცენარისტების აჯანყება. ხო. ნუ ხმარობთო AI-სო სამსახურის გარეშე დავრჩითო. ხო, იგი იყო მახსოვს. ხო, მოკლედ ისა და ვეძება, ის ვერ გავქაჩი რა ძალიან მომეწყინა, მაგრამ ის ვიპოვე ძველი 1990 წლის Cyber City Oedo 88. ესეთი. არ ვიცი. და ანუ ეს არის აი 90-იან წლების hardcore ის არის cyberpunk ანიმაცია. აი სიუჟეტი სტანდარტულია, საკმაოდ ანუ არის რაღაც სამი ყოფილი კრიმინალი, რომელიც ახლა პოლიციაში მუშაობს, იმიტომ რომ ის ასაფეთქებელი საყელოები გაუკეთეს. და ისინი ებრძვიან crimes, რა თქმა უნდა, იმაში, რაც ნეო ტოკიო არის, ეს ანუ არის 80-იანი წლების მომავალი. და ძალიან კაი, ანუ ვიზუალურად ძალიან მაგარია. ანუ ესეთი old school არის. რა ქვია ეს იგი? გეტყვი ახლა. Cyber City Oedo 88. 3 ეპიზოდიანია ის არის. ოკეი, ვიცი მე მგონი, მინახავს მაგის ისინი. არ მინახავს თვითონ ეს კლასიკა ცნობილი ხა, ხო. ხო, და მუსიკა მაგარი კიდე კაი მუსიკა. მე უფრო ხო, ანუ ის მომეხსნა ანიმეებს დანდადანის გარდა ვერაფერს ვერ გირჩევ. დანდადან. ესე ქვია? ხო. ძალიან არ მომწონს. ძალიან კაია ნახე. შეიძლება. ეს ის არის რაღაც იმის პონტია? მოკლედ რო გითხრა, მთავარი გმირი ერთი არის გადარეული პარანორმალურ აქტივობებზე და სულებზე და ასეთ რაღაცებზე, მეორე არის უცხო პლანეტელებზე. და ორივე ერთმანეთს ეუბნება, რომ შენ ხარ დებილი და მაშინ დათქვავენ, რომ ერთი წავა ესეთ ადგილას, სადაც მოჩვენება უნდა გამოიჩნდეს და მეორე წავა იქ, სადაც ხალხს იტაცებენ უცხო პლანეტელები. და ორივე დიდ შარში ეხვევა, მოკლედ პარალელურად. და ძალიან მხიარული არის რა. და რაღაცნაირად სენტიმენტალურიც არის. ანიმეს სენტიმენტებს დავეჩვიე. სიმართლე რო გითხრა. ანდახან ამ სტილისტიკას მივიჩვიე, მივხვდი. ან წრიპინახმებით რო იწყებენ ხოლმე ლაპარაკს. წრიპინახმებით რაღაცა ემოციების გამოხატვა რო არის გაძლიერებული, ბიჭი ყოველთვის ცოტა უნდა როგორ თქვა, იმორცხებოდეს, როცა მის და მიინტერეს პირდაპირ ავლენენ, გოგოც უნდა ასეთი იყოს, აი ძალიან მომთმენი და ძალიან რა აი მოგეთ გენდერული როლები ჰიპერტროფირებული, ეს უნდა ქონდეს, ასე ქვია, მორიდება აწეული 80%-ზე მაინც 100-ზე თუ არა, უნდა წითლდებოდე ხშირად და დებილურ სახეს იღებდე თუ რაღაცა ისეთი მეტად ინტიმური ხდება, მაგრამ გულსამ დუღრათ ანატირსა მოკლედ უნდა დაი. მაგრამ ზოგს ეტყობა, რომ ძალიან უყვარს თეძოების და ძუძუების ხატვა, იმიტომ რომ აი არსაიდან ანიმეში უცბად შეიძლება. ანუ იმას ხო ის fan service თუ რაღაცა ქვია. ხო, აი ძალიან ისეთი რაღაცა, მაგრამ ყველაფერს მოკლედ დავეჩვიე და მივხვდი რომ ფილმებს ჯობია ხშირად, იმიტომ რომ ამას წინათ იმაზე მქონდა რატომ მქონდა, არ ვიცი, დიდი იმედი. Electric State. Electric State-ში ნანახი მაქვს. ხო, Electric State-ში სიუჟეტი არის ისეთი, რომ რობოტებს გარიყავენ და ისინი ცალკე რაღაც რეზერვაციაში მოამწყდიეს, მაგრამ ნუ ადამიანები მაინც ცუდები არიან და იქაც აწამებენ ამათ, მაგრამ ნუ ყველაზე ცუდი მაინც კორპორაცია, რომელიც ამ რობოტების ექსპლუატაციას ეწევა და რაღაცა ეგეც ადამიანების ექსპლუატაციასაც, მაშინ როცა მთავრობა უბრალოდ, ნუ მთავრობას კიდია და რაღაც სისულელეები არის, მოკლედ იქ სიუჟეტია ძალიან ისეთი დებილობა და თორია სინაფსისიც დებილობა არის. ის რის გამოც მთავარი გმირი არის ვითომ დამწყდეული კომპანიაში, რომ
მაგის ტვინში უნდა გაატარო მთელი სამყაროს ინტერნეტი, იმიტომ რომ მაგის გარეშე რატომღაც ეს ინტერნეტი არ მუშაობს თურმე და ეგეთი სტრაფიქსელი არ არის და რა ვიცი, რატომ ეგ რო დაეწერა ვიღაცას 30-იან წლებში დავიჯერებდი რომ ვიტყოდი რომ რა კარგად მოიფიქრა 40-იანებში ვიტყოდი რომ მოიფიქრა, მაგრამ კარგად ვერა. მაგრამ კომპიუტერი ხო არსებობდა უკვე 2020-იანებში კაი რა უკვე ეხლაც რო ტვინჯ მართლა დაამწყდეთ იმისთვის რომ ინტერნეტ ანტენა გახდეს კი არა და ინტერნეტ ანტენის პროცესორი უკეთესი პროცესორები არა გვაქვს თუ რა ბიჭო ეს სიმონსი ქვია თუ რაღაცა იმ ტიპის Hyperion Cantos ესეთი წიგნი დაწერა და იქ ადამიანები ტელეპორტებით მოძრაობენ და ეს შესთავაზა AI რომ ეს ტელეპორტს გავაკეთებთო და ხალხი დათეხმდა და აღმოჩნდა რაშია ხრიკი ბოროტია ის ხრიკი იმ მომენტებში სანამ ერთი ტელეპორტიდან მეორეში გადადიხარ და ადამიანი ვერ აღიქვავს იმ მომენტს და შენი ტვინი არის იმ დროს გამოუყენებელი და ეს კომპიუტერები ამ ადამიანის ტვინებს ხმარობენ როგორც hardware-ს და ბიტკოინებს ამაინებენ ხო free აქვს მე ეს free hardware აქვს ნუ ეგ კიდე მესმის თქვათ მაგრამ ნუ რა ვიცი ნუ მატრიცაში ელემენტები იყვნენ მაგას ხო ჯობია მაინც ცოტა hardcore-ი დავამატოთ მეცნიერებას თუ გავთიშოთ ახლა მაგაზე კიდე იმას ვიტყვი რა მე კაი რაღაცა იმას სერიალს უყურებ Murderbot Murderbot ის თამაშობს Alexander Skarsgård და არ უხდება მაგ როლს მაგრამ არა უშავს რავი დაწვა არ ვიცი ნუ მე უკვე უყურე ახლა რაც იყო ეპიზოდები მანამდე უყურე ჯერ პირველი სეზონი მე მგონი ახლა მთავრდება მალე და წავიკითხე პირველი წიგნი მეორე წიგნი და სულ 7-ია და დანარჩენს მოусმინე აუდიობუკად ისე ტრანსპორტში. ყველა წიგნში ერთი და იგივე სიუჟეტია, ჰარი პოტერის არ იყოს. თავიდან რა არის, ის არის რა, მოკლედ იქაც ესეთი რაღაც სამყარო არის, სადაც რაღაც პლანეტები კორპორაციებს ეკუთვნის და არა მარტო პლანეტა, მათი ტერიტორია, ის ხალხიც, რომელიც იქ ცხოვრობს. ისინი არიან რაღაც ეს ფეოდალურ სისტემაში, იქ რაღაცნაირად 30 წელი გაქვს, მე მგონი რომ გამოიმუშაო რაღაც ისა და მე გაძლევენ ლიცენზიას, რაღაცებს გაძლევენ ფულს მოკლედ. და თავისუფალი ხარ მე შეგძლია იმუშაო როგორც არა ფეოდალურ იმაში. უბრალოდ ხელფას გიხდიან. და არის რაღაც თავისუფალი პლანეტები რაღაცები და მთავარი გმირი არის დაცვის საიბორგი ხო რობოტი. ნაწილი ტვინი და რაღაცა ორგანული აქვს ნერვები და სხეული აქვს იმის ლითონის. და ამ კორპორაციის სხეულიც უფრო ვიტყოდი კომპოზიტური აქვს ვიდრე ლითონის, მაგრამ ხო, გარედან კანის სხეულის აქვს, მაგრამ ჩონჩხი და ის არის ლითონის არის და ეს ხელებში ისინი აქვს ლაზერები რაღაცები. მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მოკლედ ის რა თქმა უნდა რაღაც მოდულით იმართება ამ კორპორაციის ცენტრიდან, რომელსაც ერთ მომენტში გამორთავს. და მე ხდება ის თავისუფალი და ამ გადაარჩევს ბევრ გეგმას, რა ვქნა, ეს ხომალდი გავიტაცო, გავიქცე, გავთავისუფლდე, ამოვხოცო ეს ცუდი ხალხი, ვინც მამონებდა, ამდენი ხალხი მაწვალებდა. და გადაწყვეტს რომ არაფერი არ გააკეთოს და იგივე სამსახურში დაარჩეს და არ არის უბრალოდ ეგრე არის უბრალოდ არაფერი არ გააკეთეს არა მაგრამ ამ დროს მიხვდება რომ კორპორატიულ ფილმების ბაზაზე აქვს ძომა და ამიტომ Netflix-იდან Netflix-იდან გადმოწერს და ეგ არის სერიალის ყველაზე მაგარი გამოგონება რომ ის უყურებს რაღაცა იდიოტურ Star Trek-ივით კრეტინობა შოუს მომავალში და ის შოუ არის გაკეთებული იმაში და ის ჯობია თვითონ მაგ სერიალს რაღაცეებში. კაია, სხვა იმეებშიც ის არის რა, იგივე სიუჟეტი, თავიდან რაღაც კონტრაქტი აქვს, იწყება ის კონტრაქტი
რობოტი, რაღაცა ცუდად მიდის, ეს რობოტი ყველას გადაარჩენს. და ბოლოში უფრო რაღაც მეტ მოდიფიკაციას გაიკეთებს, რომ სულ უფრო ადამიანს ემსგავსება იმების მიხედვით, წიგნების მიყოლებით რა. კაია, გირჩევთ, წიგნი ჯობია ბევრად, იმიტომ რომ ფორმატში არის დაწერილი ისე, რას ფიქრობს უბრალოდ ეს რობოტი. და პირველ პირშია თითქოს დაწერილი რა ხო? ხო, ანუ მე ავიღე აუდექი ისა უყურებ ამ დროს იმ ჩემს სერიალს და ამ დროს ეს ამბობს. აი ეს არის რაღაც ლა. და ნუ კარგად არის იუმორი. მე უფრო იცი რა მომწონს ერთი ვერსია არის რა. ხო, არა, რა თქმა უნდა, რო არ მოვცდენილიყავი ფილმის ყურებაზე, უფრო ადრე შევამჩნევდი რომ ვიღაცამ კინაღამ შეჭამა, მაგრამ ეს ადამიანებმა მაინც ვერ შეამჩნიეს და და ის არის ხომალდი გაუფუჭდებათ და ეს ექსპედიციის დირექტორი ამბობს, ნუ არა უშავს ამის იმაში ტვინში ხო ყველა სქემა და ის ნახაზი ჩაწერილია და ეს რობოტი იყო რატო საწავიდაო და იმ სერიალისთვის ის ადგილი ჭირდებოდა და ეს ის არის ხო თქვენ აქ ცუდი ინტერნეტი გაქვთ და მე ნელ-ნელა ვიწერო ამას რომ ტრაფიკში ვერ დაიჭირო დორენტებს კაჭოს და ნუ ეს გაფუჭაშა კაი ან ძალიან მოკლე ეპიზოდები 20 წუთიანია და ეპიზოდის ყურება ძალიან 20-იანები არ არის 40 წუთიანებია რო რამე ხო ანუ მან სიუჟეტურად ღარიბია საკმაოდ ხო ეგ არის შეიძლება აჩქარებით თვითონ ეს ტიპები სხვანაირად არის წიგნში გაკეთებული ან ეს ექსპედიციას ის ჰიპი სასტავი რო არის კი ცოტა ნაკლები სექსი არის აქ რაღაც უაზროდ ის არის მეტნი არიან რვანი და ესეთი ისინიც არ არის ბევრი ანუ ეს ქალები რო არიან ქორწინებაში კაცია ის გამხდარი კაცია წიგნში გურატინი არა ის თავარი ვიცარი ხო ლი და ის დოქტორ არადა არის კაცი ის თამაშობს ხო ეს დასტმალჩიანი თამაშობს ამას ხო ეს მე კარგი ესე სცენამოქმედი წიგნი არ არის ამდენად საინტერესო სახალისა არა წიგნი ბევრად ჯობია ანუ მაგრამ სიუჟეტები ყველა ტომში ერთი და იგივეა ანუ ერთს თუ წაიკითხავ მე აი შევყევი და იმიტომ წავიკითხე ისა თორე სუპერ იდეა ერთი და იგივე ანუ იგივე ბოროტი კორპორაცია ებრძვის მე ისინი რაღაცას და ეს ცდილობს თავისი წარსული ისა ნახოს იმიტომ რომ ამ დასაწყისში წაშლილი აქვს მეხსიერება იმ რაღაც ფრაგმენტების გარდა და იმ ფრაგმენტებში ჩანს რომ რაღაც ხოცვა ჟლეტაში არის და ყველა ფიქრობს რომ ამან ამოხოცა ხო მაგრამ სინამდვილეში რა თქმა უნდა იმ რაღაც მომდევნო წიგნებში აღმოაჩენს რომ იმანკი არ ამოხოცა მთელი ეს ხალხი კორპორაციამ ამოახოცინა დახმარებოდა და კორპორაციამ ამოახოცინა ყელის ხალხი იმიტომ რომ იქ რაღაც იპოვეს ნუ ძალიან ბანალურია მთელი ეს და უბრალოდ იუმორისტული ის არის ხო კაი წეს ხო ეს სინოპსისი პირველ პირში დაწერილი რობოტის განცდები იმასთან დაკავშირებით რომ სერიალს არ აყურებინებენ მართლა მხიარულია ანუ ძალიან ჩანს რომ ანუ იმ ნერვული სისტემის სტიმულაცია ჭირდება ანუ ერთ-ერთ შემდეგ იმაში ის მოიპარავს ავტომატურ ხომალდს რომელიც ავტოპილოტს აქვს ხელოვნური ინტელექტი და იმასაც დაასპოილერებს კი ანუ ეს ეტყვის რასაკეთებო რო უყურებო ამ რასაკეთებო და მე ნუ ამ სერიალს უყურებო კაი სერიალი და მე ეს AI ეუბნება რომ ანუ მე მიჭირს ინტერპრეტაცია ამის რადგანაც არ აქვს ემოციის წაკითხვის უნარი და ამიტომ ეს თავის ნერვულ სისტემას მიაერთებს ამ ხომალდზე რომ ხომალდმაც უყუროს მაგასთან ერთად და ეს ის ხედან და ამ სერიალს უყურებენ და ამის ნერვული სისტემის რეაქციებს კითხულობს ეს ხომალდი რომ გაიგოს კაია ცუდია სასაცილო არ არის სასაცილო ის თუ გახსოვს ძველ კომპიუტერებზე რო იყო მთელი ნოუ-ჰაუ რომ
მათემატიკური სოპროცესორი აქვს, ზოგიერთ პროცესორს, აი სპეციფიური მათემატიკური ოპერაციები გაუმჯობესებსო და კიდე ემოციური სოპროცესორი ჩაიშენა. ანუ მე ის იქნება რაც მესამე თუ მეოთხე წიგნში ეს ამ ხომალდის ის წაიშლება შემთხვევით. არ გინდა ახლა არ დაასპოილერო ყველა სიუჟეტი, გამანებე თავი. ო რა, ანუ სასაცილო. არა, იქ ისე არ არის ესეთი დასასპოილერებული არაფერი, მაგრამ თავიდანვე მიხვდები და იმის twin-ში რაც დარჩება იმ ხომალდის AI-ისა, მაგიდან გააკეთებენ სინთეტურ ვერსიას ამ რობოტის და ამ ხომალდის software-ის ნარევი და ბავშვი გამოახო. ხო, და ეს არის მაგათი ბავშვი და იმ ამოუბეჭდავენ რობოტს ხეულს რაც ეს იქნება მაგათი ბავშვი თუ იმ ხომალდის რაღაც ესეთი ისინი არის. ანუ კაი არა უშავს. ანუ ეს ფსიქოლოგიურად საინტერესოა ასევე ამ რობოტის ისა, იმიტომ რომ ეს ამერიკული წიგნია ესეც და ამერიკაში უყვართ აი მაგალითად სამხედროების რესოციალიზაციაში რაც არის პრობლემები. ანუ ეს რობოტის იგივე პრობლემა, ანუ ძალიან ამ სპეციფიკურ დაცვის როლზეა მთლიანად აგებული მის სხეული და აქვს რა თქმა უნდა მენტალური საშუალება სხვა რაღაცების გააკეთოს, მაგრამ ეს წინააღმდეგობაში შედის იმ კოდთან თქვა, რომელიც უკვე აქვს. და ამ მხრივ რესოციალიზაციის პრობლემა აქვს ადამიანებთან და ეს გავს იმას, რომ თქვა აი სამსახურებში და იმებში ვინც დიდხანს მუშაობდა, ან თქვა ძალიან ახალგაზრდა ისინი ხო ყავთ იმას 16 წლის შეგიძლიათ წარხვიდე მგონი ჯარში ამერიკაში რაღაც. ანუ იმის მერე სხვა იმაზე რო ხარ გადართული, ანუ ჩვეულებრივი რესოციალიზაცია. მაგრამ კაია, საინტერესო. Very good, very nice. კი. ანუ თლაც სისულელე არ არის ეგეთი აბსტრაქტული. ანუ რაღაც ფსიქოლოგიაც დევს. კარგი. ხო, ანუ დაახლოებით ის აი Mike 17 რო არის. ხო, Mike 17. მან რო არის კორპორაცია. ბოლო ფინალი იყო რესურსებად რო გადაამუშავებენ ადამიანებს და ეს რიგითი მუშა რო არაფერი ეგეთი ის არის სიტუაცია. რაღაც ის რო გადაარჩინო რაღაც equipment-ი, რაც ხალხს ჩახოცავენ. ხო, იმიტომ რომ ადამიანს დაბეჭდა იმ ვერსიაში სამყაროსი ადამიანი იყო პროცესორს ვერა. რაც მონათმფლობელობა არის, რაც კორპო, ის არის კორპო ფეოდალიზმი მომავალში. რამე კიდე? გუშინ უყურეთ იმას. Thunderbolts. და არის Marvel-ის შემდეგი უკვე ძალიან დაღლილი ფილმი. სადაც არის ისინი არიან რა, იმაში რო იყვნენ Black Widow-ში ვინც იყვნენ. მე არ ვიცი, მე Marvel-ის მუღამი აღარა მაქვს დიდი ხანია. ო, ანუ ძალიან ის იყო უკვე მესამე გადაღჭილი რაღაცა. ანუ არ არის ცუდი, ანუ არ დაგეძინება და არც ისა და არც დაიღლები და არც და ის არც გაგიხარდება და არც ახლოვანდები. ხო, ანუ ჩვეულებრივი ის არის. ანუ სებასტიან სტენი როა კაია ფილმში, იმიტომ რომ რაღაც იმებს ჩხუბობს რა თქმა უნდა. და დანარჩენი ძალიან ბანალობა. აი თვითონ ის ცუდი ვინც არის მთავარი ცუდი ტიპი, ისიც რაღაცნაირია, რაც teenage depression-ის სიმბოლოა თუ რაღაც. მოკლედ რა. ნუ ის არის კომედია არის რა უფრო. მაგრამ მე 7-10-დან ეს. ყურებადია, მაგრამ დიდი არაფერი. ხო, მე აი Guardians of Galaxy-ის ტრილოგია მიყვარდა ძალიან, იმიტომ რომ ის გადაღებული იყო შარჟად და ბოლოს რაც გააკეთეს, აი ეს რო გადარქდა ძალიან, ეგ ძალიან მომეწონა სიმართლე რო გითხრა. და ანუ ზამ ციყვებს რო აწვალებდნენ. ხო. აუ რა, ისთვის რაში დაჭირდა.
და მე მომეწონა რა, ანუ რა მე ხანდახან აი ფილმებშიც რო ვიღაცას ძალიან ისე უაზროთ მე მენანება ის პერსონაჟი არა მეც მენანება რა ღირს ფილმად ხლა ვირტუალური ციყვების წვალება არა მე მომეწონა ძალიან აი რა ვიცი რატომღაც მე ვიზუალურად მომწონს ეს Guardian of the Galaxy მაგრამ დარჩენი ეს თავარი გმირის ეს მსახიობი არ მევასება მე მიყვარს მაგრამ რაღაც ძალიან დებილია მე პერსონაჟი ძალიან დაამახინჯა იმიტომ რომ ტიპი არის ერთი ორჯერ ბებერი იმაზე ვინც როგორც არის აღწერილი წიგნი არის რამე Guardian-ს წიგნი არა კომიქსი ხო არის სადაგიცური გაქვს ნანახი მაქვს კლიანად არა მაგრამ იქ როგორც არის და ეს ვაიბი რაც არის იქ ანუ ეს ტიპი რო 80-იანებში გაიტაცეს ისა და დედამიწაზე იყო თინეიჯერი ხო და ეს თინეიჯერული ლისენი ის არის რომ ეს იქ მეხსიერებები იქ გაუწყდა ის და დანარჩენი space რაღაც ისინი აქვს საზრაონები აი გარ არის კარგად მთლიანად არის რაღაცნაირად გადებილებული ეს პერსონაჟი და არა ის რომ მისი კულტურული დონეა უბრალოდ იმ თინეიჯერის დონეზე 80-იანების დონეზე მე ტიპი არის გასიებული არის რა არის ხო დასცინეს კიდეც ფილმში რო დასცინეს უკვე ცოტა რაღაც ისა რა ანუ ძალიან არასწორ ფორმაში არის ტიპი რო ითამაშოს ეს პერსონაჟი და ეს მუსიკა რაც შეარჩიეს საუნდტრეკისთვის აი ძალიან არ მომეწონა ეს არჩევანი მე პირიქით მე არც ერთი მოსვენილი არ მქონდა მგონი ანუ ეს ძალიან დამსახურებული სიმღერებია და რაშუაში აი მაგასთან ანუ ეს სიმღერა არ არის საუნდტრეკი მაგის ეს ფილმი არის ამ სიმღერისთვის რაც ცუდი კლიპი რაღაც ეგეთ ანუ ბიტლზია ის ხო ანუ My Lord არის ბოლოში არის ლეგენდარული სიმღერა ამ სოფლიო კულტურაში და რაც საუნდტრეკად არის გაკეთებული რა არის არის The Chain თუ რაღაცა იმის ფლიტმაკის არის და ეს არის შეზავებული რაღაც პაპსაში კიდე 70-იანი წლების პაპსაში ну რავი რა არა ვიზუალურად მაგარია on drama is უნდა გაეკეთებინოთ just electronica soundtrack რა გასწორებდა კი ხო რა მე სუპერგმირები ისა ცოტა მომბაზებული მაქვს და მაგიტომ ამოვიდნენ არა ვარ ობიექტური მაგრამ და იმასაც ძლივს უყურე ანუ ძლივს რა კი უყურე end games რა მაგრამ ძალიან უკვე ის იყო რა Infinity Games მე ის მაგის თავიდან რო დაიწყო და აი მე უკვე თანოსი რო გახდა თვითონ ეს თავარი ბოროტი მის მერე უკვე აზრი დაეკარგა ანუ ძალიან ისეთი სიუჟეტი გახდა ჩვეულებრივი არა იცი ხო просто ну რა მე არ მე ჩემი არ არის შეიძლება ვიღაც ძალიან მოსწონს მაგრამ აი როდესაც სუპერმენზე ფილმი ერთადერთი როცა სუპერმენზე ფილმი იყო ერთადერთი და რაღაც 10 წელიწადში გამოვიდა და მეორე სიკველი ეგ რაღაც იყო რომ აბა რა საინტერესოა და როცა ყველა მეორე ფილმია უკვე რა ვიცი წელიწადში 3-4 ფილმი არის სუპერგმირებზე უკვე და სხვათა შორის იცი რას მივხვდი პრობლემა ამ იმაში არის ის რომ სუპერგმირულ ფილმებში ყოველთვის ანუ იცი რას გიყალიბებს მცდარ წარმოდგენას საკუთარ თავზე რომ შენც შეგიძლია მოაგვარა პრობლემა მარტო მაგრამ სინამდვილეში ადამიანების მთელი სიძლიერე იმაშია რომ მარტო პრობლემების მომგვარებლები არ არიან და კოლექტიურად უნდა აგვარებდნენ და ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის აი საერთოდ ამ გარჩევების მიღმა საერთოდ ვერ ხვდები როგორ გითხრა აი ამ კულტურული პლასტიდან ამ თანამედროვე ფილმებიდან ძალიან ცუდად არის წარმოდგენილი ერარქიული მორჩილება ერარქიული სტრუქტურა საზოგადოების რატომ ყალიბდება როგორ ყალიბდება რატომ არის რომ ვიღაცა მზად არის მეორე ადამიანისთვის თავი გაწიროს ან
რაღაც იდეას გაწიროს თავი, მაგრამ ისე, როგორც ამას ვიღაცა ეტყვის, ვინც ავტორიტეტია ამაში და ამ იერარქიაში უფრო მაღლადი, ასე მინდა, საერთოდ არ არის პასუხები ჩემთვის ტრივიალური რა. და რატომ არისო საკმაოდ ინტელექტუალური ხალხიც კი მზად არის ეგეთ რაღაცას ემსახუროს და ეს რო არა ყველა სიტუაცია არის ერთ იმაზე ცალსახა მორალურ იმაზე ჩამოყვანილი და ერთ ინდივიდს იმის და მიუხედავად რომ ამბობენ რომ ეს ნაცრისფერი ზონა სინამდვილეში არ არის ნაცრისფერი ზონა ყველა მომენტში ცხადია ვინ აკეთებს კარგს ვინ აკეთებს სულს ანუ ეს მაგარი ხო ეგეც რო არ იყოს ანუ ის არის პრობლემა რომ შენ რომ მიაღწიო რაღაცას ახლა როგორ გითხრა ტონი სტარკი როცა უნდა შეეკრას ხალხს იმისთვის რაღაცას მიაღწიოს ეს არ არის იმ ტიპის კოლაბორაცია როცა ცალ-ცალკე არ არიან ძლიერი ადამიანები ეგენი ხო ანუ ცალ-ცალკე პლანეტის გამანადგურებელია ორივე რომ დაფიქრდე ტონი სტარკი საერთოდ ისეთი პერსონაჟია რომ არავინ არ ჭირდება ანუ რობოტების არმია შეიქმნა და ამ კოლაბორაცია უფრო როგორი ის არის აი ძალიან ყურებით მოთრეული ჩანს და როდესაც შენ ხარ ადამიანი რომელსაც ცალკე თითქმის არაფერი არ შეგიძლია ცალკე აღებულს კი რაღაც შეგიძლია მაგრამ ეგეთ დიდ რაღაც სტრუქტურას ეწინააღმდეგო არა და მე რეიკრები ერთად იქ სხვა კომპლექსები არის და სხვა ტიპის შიშები გაქვს და სხვა ტიპის გაბოროტება გაქვს იმათ მიმართ ვისაც ებრძვი და ეგ ნაწილი საერთოდ არ არის და მივხვდი რომ ეგ ნაწილი გვაკლია ჩვენ საქართველოში მაგალითად საზოგადოების თვალსაზრისით ჩვენ არ ვართ მზად რომ მარტო პარტია ვერ ჩამოანგრევს სტერეოტიპს რომელიც აწლეულები იდგებოდა და რომელსაც დიდი რესურსული მანქანა აქვს და კოლაბორაციის აუცილებლობასაც ვერ ხედავს ხალხი ანუ იმის გააზრებაც არ არის რომ მე შეიძლება თვალი დავხუჭო ხა დღეს შენს რა ვიცი მავნებელიც კი არის იმიტომ რომ ადამიანს აჩვევს რაღაც რომ მე ანუ პროსტა მაგარი არ ხარ ანუ შენ რასაც გეტყვიან რავი შენ საკმარისად მაგარი არ ხარ ძმაო რომ ამად ებრძოლო მაგ პარადიგმაში კი ანუ ეს სუპერ გმირებზე და ეს ჰეროიკული ეპოპეები უნდა გაჩვევდნენ იმას რომ ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია და რეალურად რაც გამოდის არის ის რომ სუპერ გმირი თუ არ ხარ აზრი არ აქვს ბრძოლას ჩვეულებრივ ადამიანები იქ არიან უბრალოდ რა ვიცი საიდ პერსონაჟები ხშირად მინა ეს ამ პოპ კინოს ხარვეზია საერთოდ ანუ ისინი არარეალისტური მეებს мотивაციებს გაძლევენ და რაღაც არასწორად აჩვენებენ სიტუაციებს რა ის არასწორ ქცევას გასწავლიან მე ვიტყოდი რა ხო კი ანუ იმაში ცუდ რჩევებს გაძლევენ ესე ვთქვათ ხო ანუ გვინდა ეს იმეებში არის ხოლმე ძალიან ხშირად აი ფსიქოლოგიურ ან წყვილთა შორის ან რაღაც ესეთ ფილმებში არის ხოლმე იქაც ძალიან ხშირად არაფრის გამო არის ხოლმე რაღაც ის სად იყო იმას უყურებდით ამ ბოლო დროს girl gone girl Ben Affleck თამაშობს ხო gone girl ძალიან კაი ფილმია ხო მოკლედ ის ანუ თავიდანვე ცხადი იყო აი რაღაცნაირად რომ ის არ იყო მართალი ეს ქალბატონი მაგრამ რაღაცნაირად გააშიფრეს მარტო მაშინ როდესაც იმ ბომჟებს რო შეხვდა რაღაც მოტელში რაღაც ნარკომანებს რო შეხვდა და იქ რო დაუწყორა იმ გოგოს რაღაცებს ლაპარაკი და იმ გოგო მოწვარა რამდენად პრივილეჯდ არის ეს ქალი და აი საერთოდ ისა და ანუ მანამდეც უკვე ცნობილი იყო რაღაცნაირად თავიდანვე ჩანდა მაგრამ აი ეს ინტრიგის რეალიზაცია დაჭირდათ ფილმისთვის და ამ სიუჟეტისთვის ის ერთი 20 წუთი რაც ის გრძელდებოდა დაადებილეს ეს ყველა პერსონაჟი რაღაც და რაღაცნაირად შექმნეს ილუზია რომ ესეთი რაღაცა ცოტა ხანი მაინც გავიდოდა ხო მაგრამ ეს ერთი წამიც კი არ გავიდოდა ალბათ ხო და პოლიცია იტყოდა ეგრევე პირველ რიგში დიდი ბოდიში Affleck მაგრამ თქვენ მეუღლეს არ უყვართ და პროლტ წავიდა იცი რა არის კიც და არაც იმიტომ რომ მე ვიცნობ ადამიანს რომელიც სისტემატურად თავს იბრუნავენ ძალით და თან დიდი кейსები გვაქვს აი იგივე
ბრიტანეთში ყველაზე ცნობილები ბრიტანული кейსებია, ხო? ანუ როდესაც პოლიციას არ უნდა ემიგრანტების кейსების განხილვა და ყველასთვის ცხადი რო იყო. ეს აქაც მოუყვები მოიცან. ანუ кейსი რომელზეც ვამბობ, ანუ მე მგონი 10 წლის გაუპატიურებული გოგოს მამა მივიდა პოლიციაში და ბრძოლა მოუწია და მე მგონი არ მიიღეს მაგისი ჩვენებები და საერთოდ დაზარალებულად ცნობა არ უნდათ იმის გამო რომ არ გაიპრობლემურონ მერე გაიშარონ თავი და ამიტომ ამ გაგებით დებილობა мотиваცია იყო შეიძლება ამ გონგელში რა მაგრამ მეორე მხრივ რომ დახედო რომ мотиваცია თუ გაქვს ის რომ კაცის მხარეს დადგე თუ ქალის რომელიც უფრო მოწყვლადია ქალის მხარეს დაიჭერდა ძალიან ბევრი პოლიციელი ამერიკაში. ხო, მაგრამ ნუ ხო არ არის, აი რაღაცნაირად სხვანაირად არის წარმოდგენილი. ხო, არა, მაგაში გეთახმები. კი, არა, მაგაზე არის რომ შენ რაღაცნაირად რა, ხო და აი მაგას გასწავლიან არასწორად. ანუ გასწავლიან ეგრევე რომ აი შენ რატომღაც უნდა არაობიექტური გახდე ეგრევე, ხო? აი რაღაც აი მაგ აი შეიყავ ხარ რაღაც სექტაში, ხო, ეგეთი რაღაც ისე. ო არა რაღაც ესე მგონია პოლიციის და იმების სამსახურებების თავის მოვალეობების ფეხებზე დაკიდების მაგალითი. მაგრამ ეგ ბევრია, რა ვიცი, ანუ სცენარში. კი, არა, მჯერა, არის, მაგრამ რატო არის მარტო იმებზე, ემიგრანტებზე მაინც და მაინც აქცენტი დარწმუნებული ვარ ველოსიპედი. არა, მდიდარ ხალხსაც არის. კი, რა თქმა უნდა. ხო, კი, ანუ რატომღაც მარტო ის მოდის ხოლმე ინფორმაცია და არა, არ ვენდობი მაგას, იმიტომ რომ ის ჩემი кейსი მაგალითად რავი ეს დიდი არაფერი არ იყო ჟენევაში არა, მაგრამ ისა ციურიხის ჟენევა ციურიხი მატარებელში მომპარის კამერა, რავი 10 წლის წინ მე მგონი. ხო და რომ მივედი პოლიციაში, როგორც კი გაიგო რომ დაზღვევა არ მაქვს, უკვე ძალიან ეზარებოდა იმ რაღაცების გარჩევა. მე სტრიტ პარადი იყო და ის ეზარებოდა და მოგეთ მე ჩავყევი სავით. ანუ მეორე დღეს მივედი უბრალოდ როგორ იყო, იცი? ნახა არის თუ არა კამერები მატარებელში და რადგანაც არ იყო. ამიტომ დაიკიდა кейსი თავიდანვე. თუმცა მე ვეუბნებოდი რომ მე მგონი ამოიღეს ბერნში და ბერნში მე ცალკე მივედი პოლიციაში რომ უთხარი ეგეთი რაღაცა და მომივიდა და ჩვენ გვაქვს ბაქანებზე კამერებიო თუ დრო იციო როდის ჩაუარა. შეგვიძლია ვნახოთ ვინმე თუ გამოვიდა ამ შენი ჩანთებით. და წესითო თუ განაცხადი გააკეთო ამას გამოითხოვებენ უშენოდაცო და აღმოჩნდა რომ ამან არ გამოითხოვა უჩემოდ და რა თქმა უნდა ორ კვირაში განადგურდა ეგენი და როცა ამან მომწერა უკვე განადგურებული იყო და მე დამიწყო რომ რა ვიცი შენს გარეშეც ბევრი პრობლემები მაქვს და თავი გამანებე ეგეთი წერილი ქონდა ხო და მესმის რატომ ქნა ეს იმიტომ რომ შვეიცარიელი რო ვიყო შვეიცარიელი პოლიციის როგორ მერე სიმ ვინ არის საჩივრების ისა ეგ მეილი გადაგეგზავნა იქ ხო და რავი ანუ აღარ დავიწყე მაგრამ ალბათ მაგაზეც ან არ დაგიბრუნებდნენ კამერასაც არ დამიბრუნებდნენ დაზღვეული არ მქონდა ანუ დაზღვეული რომ მქონდა ამას ეცოდინებოდა რომ ის დაზღვევა მაგას მოადგება და ამას მოუწევს მაგათთან ისა რაღაცები აბაროს ეს რო არ იყო იცის რომ ვერ მოადგება და იცის რომ შეგიძლიათ დაიკიდოს ამიტომ მე მგონია რომ თავი მიჯაჭვე იმ კი კარი სისტემაში რომლებშიც შეგიძლია რაღაც დაიკიდო აუცილებლად დაიკიდებ რაღაც ძალიან დიდი მორალური თვითწნეხი უნდა კონდეს რომ არ დაიკიდო მაგრამ ესეც დროებითია იმიტომ რომ თუ გარშემო რამოდენიმე დაიკიდებს შენც მე იტყვი დებილი ხო არა ვარ ანუ რავი ხო რატო დავყვები იმას ხო მოკეთ აქ ერთი კვირა ბოლო არის დიდი ისინი ამ ტროლების მიერ ტირაჟირებული ვიდეოები გერმანულ პოლიციას როგორ გამოყავს ემიგრანტები გერმანიდან და უშვებს პოლონეთში არალეგალები და სინამდვილეში აღმოჩნდა რომ ზომბი აპოკალიფსის ფაშისტობა და ეს აღმოჩნდა რომ ზომბი აპოკალიფსის კადრები არის ფილმისთვის არა, რა თქმა უნდა, ბევრი სწორია, ბევრი არასწორი, არ ამგონია, ვინმე თუ დააკავეს საერთოდ არალეგალი, არაფერი მაგაზე, მაგ თემაზე არ ყოფილა, არა ყოფილა კონფლიქტები მათ შორის. ანუ ვიღაც წაუფაშისტე ტიპებმა გააკეთეს სამოქალაქო პატრული საზღვართან და ფეხბურთის ბალიშკების შენ დადიან ჯგუფები, ხოცა ისინი რა ძველი ბიჭები. და ნუ ანუ რა ანუ სიტუაცია როგორი არის იცი? ვიღაცამ არალეგალურად გადაკვეთა ევროკავშირის საზღვარი
ან ბალტიის ქვეყნებში, ან პოლონეთში, ან რაღაცაში ისე. წავიდა მთელი ეს ქვეყნები გაიარა. უნდა განაცხადი იმაზე, რომ შეიტანოს გერმანიაში დაზარალებული როა და ის რაღაც, იმიტომ რომ ყველაზე სარფიანი გონია პირობები. როდესაც მიდის საზღვარზე, იქ ხდება სასაზღვრო კონტროლი, რადგანაც არ აქვს პოლონეთში თქვათ შემოსვლის საბუთი, მას არ უშვებენ გერმანიაში. ხო, მაგრამ საერთოდ იმაზე ვერ დატოვებენ, იმიტომ რომ შუა ტყეშია. პოლიციამ უნდა მიაცილოს უახლოეს პუნქტამდე, სადაც მის кейს განიხილავენ, ანუ უახლოეს რაც იმების სეზარი. მაგრამ მაინც პოლონეთი გერმანიის საზღვარზე საერთოდ რატომ არის პატრულები ეს ემიგრანტების კრიზისის გამო? იმიტომ რომ ძალიან დიდი ნაკადამ წინა მთავრობამ, პოლონეთის წინა მთავრობამ 100,000-ობით ვიზა გაყიდა. აგენტოებზე, უბრალოდ სააგენტოებს პაკეტებით მიყიდეს ისა 9,000,000 ადამიანი ინდოეთიდან ჩავიდა ბრიტანეთში ამ პოლონური საბუთებით. ძალიან კაია. უფასო ბიზნესი გააკეთეს, თან ამათი არაფერი არ მიდიოდა. არა, მაგრამ ეხლა აქ ამ დაჯგუფებების დანახული სიტუაცია სხვა არის, მაგათ გონიათ, რომ გერმანიიდან შემოაქვთ აქტ და ყრიან იმაში. ანუ ეს თვალსაჩინო ეს დეტალი დაკარგულია, რომ უკვე შემოსულებს აბრუნებენ უკან. და პოლონეთში სხვა ადგილიდან შეძვრენ, ანუ სინამდვილეში იქ. ხო და ანუ სასაზღვრო დაცვა, საიმიგრაციო, ხო ყავს პოლონეთში. ანუ სხვაგან პატრულირებენ ტიპები, ხო გამოდის ეგრე. ანუ რავი რასაკეთებენ, არ ვიცი, მაგრამ ეს მთლიანად, ანუ ეს ძალიან სერიოზული ის არის სიტუაცია, ხო? ეხლა ანუ იქ ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს. ანუ შეცდილობდნენ მისულიყვნენ პოლიციელს გადმოყავდა ეს არალეგალი უკან და მისულა ეს რაღაცა ისა ჯგუფი და მას ამოუღია პისტოლეტი პოლიციელს და ეხლა აქედან ტურისტები აუციოკებიათ, ანუ თავიდან ეშინოდათ გერმანულ ნომრიან მანქანებს არაჩერებდნენ. მერე დაიწყეს გაჩერება. მერე ეს გაიგო მაფიამ, ანუ ვინც ხელში ჩაუვარდება ამ იმებს, იტაცებენ ხანდახან. ანუ უკვე უპოვიათ ისინი, ანუ არ ვიცი ეს ამათთან რა კავშირში, ამ პატრულებთან ალბათ არაფერი, იმიტომ რომ ესენი დებილებია. მე მგონი შეიძლება იცი რა მოხდა პატრულები. ანუ ეს ტრაფიკინგის მწარმოებელი ჯგუფები შეიძლება პატრულების მუშაობს, ხო? შეიძლება პატრულები რო გაჩნდა, მიხვდნენ ეგენი რომ მაინც და მაინც კარგად არ არის საზღვარზე სიტუაცია და შეიძლება. ხო, ანუ ახლა სპეციალური კონტინგენტი ჩააყენეს ამათაც რა, ანუ მაგრამ რა მაგით, იმიტომ რომ ისინი უბრალოდ აწიოკებენ გერმანულ ტურისტებს, იმიტომ რომ ეს გერმანული ტურისტები მიჩვეული არიან უსაბუთოდ, რომ ჩვეულებრივად ჩამოვლენ, იყიდიან იაფ სუპერმარკეტში, უკან გადავლენ და ეხლა არა, ანუ მისულან და დახვედრია ის სასაზღვრო ისა ბლოკპოსტი და მოუთხოვიათ საბუთს და გაუბრუნებიათ უკან. მაგრამ აი მაგ ყველაფერში ის არის, რომ არ წერენ ესე უშუალოდ, რომ ეს არის რაღაც უბრალოდ ამ პროცედურის რაღაცა არასწორად შესრულება. ანუ იმ რაღაცა ხო არის, რომ ცოტა არ შევასრულებ პროცედურას და არაფერი არ დაშავდება. ამ გერმანიის არ შესრულებული პროცედურები და ამ პოლონეთის არ შესრულებული პროცედურები ერთმანეთს დაედო. ეხლა გამოდის, რომ ძალიან დიდი ნახრეტია ამ იმაში. ანუ შენ შეგიძლია გამოდის, რომ ადრეც შეგეძლო, ანუ შეგეძლო ესტონეთში საიდანაც ჩასულიყავი, ესტონეთიდან მანქანით ჩახვიდოდი პირდაპირ იქ სადღაც ვიღაც სიქირავებდი ეგეთ ჯგუფს. ისინი გადაწყვეტდნენ გზაში, გაგიტაცონ თუ ჩაგიყვანო. და ანუ ეს ძალიან სერიოზული პრობლემების იმაზე მთლიანად დაკიდებული აქვს რა, აი ძალიან ბევრი ადამიანს, რომ ეს პრობლემის გადაწყვეტის ძებნის ისა პროცესი არის მთლიანად გადასული blame-ზე. აი შენ, არა შენ შემოყავს. მაგრამ გერმანული პრობლემები აქ რა არის? გერმანული პროცედურების ის არის, რომ უნდა, როდესაც აბრუნებენ არალეგალურ პიროვნებას, რომელიც დააკავეს პოლონურ-გერმანულ საზღვარზე, ის
ზოგადად არალეგალურად არის ის პოლონეთშიც არალეგალურად არის და ის გერმანიაშიც არალეგალურად არის. და შენ კიდე არ შეუძლიათ გაუშვან უბრალოდ არალეგალურად დაკავებული ადამიანი რომელიც არალეგალურად არის არ შეუძლიათ უბრალოდ გაუშვან საზღვრის სხვა მხარეს, იმიტომ რომ ეს აღარ არის მაგათი პრობლემა. როცა ის არალეგალი პოლონეთის ტერიტორიაზე ეს არ არის ამათი პრობლემა. ისინი უბრალოდ თვალებს ხუჭავენ იმაზე, რომ ტიპს არანაირი საბუთები არ აქვს, ისინი უბრალოდ არ უშვებენ გერმანიაში. ოკეი. და ის რომ იქ კანონს დაარღვევს, ანუ პოლონეთში შესვლაც კანონს დაარღვევა, ანუ ისინი აიძულებენ ამ პიროვნებას, რომ დაავადებითად დაარღვევოს კანონი კიდე ის. ანუ იმათ უნდა დაარეკონ წესით პოლონურ სასაზღვრო იმას. რომ იქ მიიღონ ამ ხო, დღეს ამდენი ტიპი დაგვიგროვდა აქ იმაში, მოდით წაიყვანეთ სადღაც და ეს მათ უნდა აიღონ, ეს ხო არ შეიძლება ეს უბრალოდ გაშვება. უნდა ჩაუტარონ რეგისტრაციის პროცედურა. უბრალოდ უშვებენ, ხო? ოკეი. მაგრამ პოლონელები თანახმარიან წაიყვანონ ეგენი? ნუ სხვა გზა არ აქვს, რატო არალეგალი რომელ ქვეყანაშიც დააკავეს, იმ ქვეყანამ უნდა ჩაატაროს პროცესინგი იმ პიროვნების, ხო? ხო, გადაკვეთის დროს დააკავეს კი. ხო, ანუ რა პროცედურებია აქ ეს კიდე ცალკე საკითხია, იმიტომ რომ უაზრო პროცედურებია და ურჩევნიათ ტყეში გაიქცნენ ხოლმე ეს ხალხი, ვიდრე იმიტომ რომ გააკავებენ და მერე პროცესინგს ელოდები დახურული დაწესებულება ქვია მაგას, ანუ არის ციხე უბრალოდ. ანუ ეს ბავშვები ან მთლიანად ამ მთელ ოჯახები მიყავდა ისინი წელიწად ნახევარი გრძელდება ეს 2 წელიწადი გრძელდება ისინი ზიან ციხეში და ეს ბავშვები ზიან ციხეში. არავინ იმათი ენა არ იცის თუ რაღაც ესეთი ქვეყნიდან არიან მასწავლებელი მაგათ არაფერს არ ასწავლის და ისინი ხედან ამ კამერაში თავის მშობლებთან ერთად მაგრამ ვინმე თუ ეთამაშება იმ სხვა ხალხიდან ეთამაშება თუ არა და არა და ესე ძალიან დიდი დრო ზის ეს ხალხი და იქ რეჟიმი არის არა ადამიანური იმიტომ რომ ხდიან ხრეკენ ო დაკუზებს რომ აიძულებენ ქართულ ციხეში რომ შეგანათონ რამე ხო არა გაგვზავნული ეგეთ საკეთებენ სახელით არ მოგმართავენ გაძლევენ რაღაცა ნომერს როგორც საკონცენტრაციო ბანაკში და იმ ნომერით როცა შემოდის ადმინისტრაცია გიძახებს ნომრით მოგეთ საუკეთესო ოსვენცემის ტრადიციებში გაუკეთებია ო რა ვიცი ანუ ეგ გარშეუკანონოა ეგეთი ხუმრობა აქ მაგრამ რაღაც თავისით მოდის და ეგ არის ან ძალიან ბევრ ეტაპზე არის ეს პროცედურა ესე დაკიდებული იმიტომ რომ არ არის ამაში მოგება შენ რო კარგად შეასრულო ისინი რაღაცნაირად არ არის ამაში მოგება და ამიტომ ხო არ ვიცი ახლა რა საპირებენ ეს ამ ლაპარაკზე საიდან წამოვედით საერთოდ საიდან მოვხდით აი მეებს დაკიდებაზე რა აი მეებს რო იკიდებენ ამჯერ ამერიკული ფილმები რო არასწორად გასწავლიან ხო მე რაც მისიკიდებენ ხო და არის ნუ ესეთი არასწორი ანუ ფსევდოსწორი ქცევა რა კარგი ამ ოპტიმისტურ ნოტაზე დავასრულოთ ლუი დიდი მადლობა ვინც გვისმენ და დიდი მადლობა ჩვენს მხარდაჭერებს იმედია არა უფრო საინტერესო რაღაცებზეც ვილაპარაკებთ აი შემდეგი ეპიზოდი მოდი ლუი დავთქვათ გავაკეთოთ კოსმოსურ ხანგრძლივ კოსმოსურ მოგზაურობებში არსებულ პრობლემებზე მაგაზე ერთი ორი რაღაც წყაროს მივაგენით საიდანაც შეგვიძლია კონცენტრირებულად ავხსნათ პრობლემები რომლებზეც მე მაგალითად არ მიფიქრია შეიძლება ლუის ნაფიქრი აქვს მაგრამ მე არ ვიცოდი რომელი მაგალითად აი მაგალითად რომ ადამიანი უბრალოდ რო გაყინო და წაიყვანო კოსმოსში უბრალოდ იმის გამო რომ ჩვენ გვაქვს ანუ რადიოაქტიული იზოტოპები თვითონ ადამიანის სხეულში არსებული რადიოაქტიული იზოტოპები საკმარის დასხიებას გამოყოფენ რაღაცა ეს არის 10000 წელიწადში თუ 50000 წელიწადში რო შენ რო გაგაღვიძებენ დასხიებული ხარ უკვე იმდენად ანუ შენი ქსოვილი მივხვდი კი სიცოცხლესთან თავსებადი დასხიება არ არის
თანამედროვე მედიცინის თვალსაზრისით. ამიტომ რეალურად გაყინავენ ხოლმე და მილიონი წლის მერე. ხო, მილიონი წელი არ გამოვაო, იმიტომ რომ უკვე გადასხიებული ხარ, სულ რადიაცია, კოსმოსური რადიაცია არ გიყავდესო. ანუ ის თუ გახსოვთ ბანანი რომ უნდა ჭამო და ბანანი ხო, რამდენი ბანანი შეჭამო რო ის ხო, აი სენოში ერთი ბანანი რო ჭამო და გაყინო, არ ჭირდება იქ 50000 დღის განმავლობაში თუ არის ის შენში, საკმარისია იგივე დოზას მიიღებ. და აღმოჩნდა რომ მაშინ უნდა გაგაღვიძონ, პერიოდულად გაკურნონ და ისევ დაგაძინონ. ან შეგიკეთონ უჯრედები და დაგაძინონ და ამიტომ გაყინვას და ჰიბერნაციას თავისი რაღაც ისენი აქვს თურმე შეზღუდვები იმის და მიუხედავად შენ როგორ ეკრანირებას გააკეთებ კოსმოსური ხომალდის. ამიტომ აი ეგეთ რაღაცებზე თუ გაინტერესებთ მოსმენა, შემდეგი ეპიზოდი ჩემი და ლუის იქნება ამაზე. თუმცა შემდეგი ეპიზოდი ალბათ გამოვა ესტონურ პოდკასტებს, ესტონურ სტარტაპებზე, იმის შემდეგი იქნება ქართულ დრონებზე, მერე იქნება ინტერვიუ სტუდენტთან, ან იქნება ეს კოსმოსურ ხომალდებზე. და კიდე გვაქვს ეპიზოდი როგორ დავიწყეთ პოდკასტინგი და რა ტექნიკა გჭირდებათ მაგისთვის. ცოტა შორის ეხლა უკვე როცა სერტიფიკატი მაქვს, შევძებ ნახვას, რა ვილაპარაკეთ მაშინ და რამდენად აქტუალური არის ეს ინფო ახლა. ხო, ის თან საიუბილეო ის არის და ჩვენზეც ვლაპარაკობ ბრომანსზე. Bromance. That's music play. Oh, I like it. Da-da-da-da-da-da. კარგით. მოგეთ დაგემშვიდობებით, ყველას დიდი მადლობა. მე ვიყავი თბილისიდან ლუი. მე ვიყავი თბილისიდან ჯუკა და ლუი ვარშავიდან. ხო. და კიდევ ერთხელ მადლობა რომ გვისმენთ. დაგვალექეთ, დაგვაშერეთ და გამოგვიწეროთ იმისთვის რომ ნახოთ შემდეგი ეპიზოდები. ნახე ეს რა საინტერესო არის, კამერა თავისით ირყევა და ეს თავისით ლაყლაყებს მოიცეს ამიტომ გამოდის four dimensional ისა